ბიჭო სტუდიო ნახე. აუ არა და აი როგორ ვეწყნარად მინდა სიმშვიდის დროს მინდა რომ უყურო რა binge watching-ით მინდა რომ ჩავუყო. ყველაზე მაგარი წარმოიდგენ და იმაზე მაგარი. ეხა ვირილი ლეპტოპს ხვალზე და ბიჭო ისა უწყვეტი კადრზე გადაღებები და რაღაც იგივე. საულია ეგ ბიჭო როგანი არის ასე. ანუ არ მჯეროდა რომ ისეთი სადაც იყო. ანუ პირველი სერია ყველაზე სუსტი. მე კრიფა ზურას ჩავუვდი უყურე თქო და ზურა წესრა გავგიჟდი მაგარი და პირველი ქონდა რა ნახი. წინ ქონდა ხო აუ მეორე თან ყველაზე ჰოლივუდის თარები და არ უჩაი. ხო ეგ არის კამეობია ძალიან ბევრი ხო? ძალიან ბევრი ხო და ოჩი შინაარსიც ხო მაგარია. და ნუ აი უკვე ისეთი სადაც იყო რომ არ გავტურებული რომ უყურებ ხო აუ კაია არის ეგეთი. აი რომ მორჩა მე და გვანც ესე ვიჯექით ეხლა რას უყუროთ აი იმის მერე ვერაფერს უყურებ. ეგ მაგ შეგრძნებას ცოტა რაღაც კაი ხანი არ მქონია რა. White Lotus-ი გამისწორდა. აუ კაი. მესამე სეზონი მომშალა უბრალოდ აი ვიცოდი რომ ბოლო სერია აი იმ არაქტივობას გადაფარავდა რა. მაინც უკვე იმის პერსონაჟით რა ბოლტონი თუ ის. ძმები და ისინი ბიჭო თან მობლენდიც არ გინახავს ყველაზე არასერიო ბიჭო 10 გაირეჩის ფილმია რა. აი ტემპი არა აქვს სერიალის. კინოს ტემპი აქვს სულ რაღაცა ხდება და ეს სულ რაღაც one-linerებს ისuris Tom Hardy და I'm not Lionel Messi to change the teams. ხო და ბიჭო აი რაღაც უნდა მომბეს და გაირეჩი და ეგეთი ისე ეგეთი და გაგისწორდება. თან მაგარი ხალხი პირს ბროსნანი არის თავარი ვილანი კასტია სასაული ხო. კაი დავიწყო. არა მერაბი მოირევა ყველას. ესა? მე დეიმოს მოირევა მერაბი. კიდე? დაღლის და ის. კარგი. ჩვენი მხარდამჭერია სოკარი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ პოდკასტი, ვიდეოს და ლაიქოთ, იმიტომ რომ პოდკასტის მაყურებლების რეგულარული მაყურებლების ნახევარზე მეტს არ აქვს გამოწერილი და თუ გამოიწერთ არც ძალიან დაეხმარება. ჩვენც ეხლა დღეს სტუმრად არიან კლუბი ნომერი 4 პოდკასტის წამყვანები. სულის ჩამდგმელები და შენც სულ ამბობ ხოლმე რომ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ რომ სწორ ხალხს შეხვდეს ან სწორ ხალხს შესთავაზოს ისა ალგორითმი. ეგ არის მნიშვნელოვანი. ყველას კი არ შესთავაზოს, ნუ კარგია ყველასაც შესთავაზოს, მაგრამ თავარია სწორ ხალხს შესთავაზოს ხო. რომ გავაცნოთ ეს ადამიანები, კაკისგან დავიწყოთ. კაკი არის ალბათ არა, ერთ-ერთი პიონერი პოდკასტერი, ვინც არის ეს. მადლობა. არა მარტო MMA-ის. შევიფერებთ. არა მარტო MMA-ის, ხო, ალბათ სპორტით. მე ვისაც გავიხსენებ არის ნიკო მანამდე, ვარდუსანიძე და შენ. მე ესე ვამბობ ხოლმე რომ ჩვენი პოდკასტი იყო პირველი, სადაც ფული ჩადო ბიზნესმა. თორე ნიკო პირველი იყო. ხო. მაგრამ დასპონსორებული პოდკასტი რო იყო, ბრენდით პოდკასტი რო იყო, კალატოზის პოდკასტი იყო პირველი. ხო. იმის მერე და კალატოზი და ნიასი. ხო. შენ ხო იყავ წამყვანი? ხო, ეპიზოდურად, მაგრამ მე მტკივნეული დავიწყე იგივე სტუდიაში. შენ და გიგა. სადამდე მოვიდა პოდკასტი. ხო, ეგ გადაცემა ნახა ზუკა. მტკივნეული. ხო, და მე დამირეკა და გავაკეთეთ კლუბ 4. და ახლა ეგოდა მეკითხა გადახდა. საინტერესო ამბავი არის, ახლა გიგასთანაც მუშაობ და კაკისთან. ამანას დავაწყები და სამსახური და მე დავაწყებინე აქეთ. ერთი შამპანიოს ბოთლი გავუმიგზავნა და მეორე გავუგზავნა. მაჩმეიკერი არის კაცი გამა MMA-ში. გამა MMA-ში. და ვიღაც ურეკავენ, ვიღაც უზბეკები, აზერბაიჯანი. ეგ მაგრად ჭიდაობს ბრატ ეგრე არ არის. ხო და კაი, ის ზუკაზე მივალთ, ნუ კაკიყებშიზე ზუკა გედელია. და სადამდე მოვიდა პოდკასტების ელოდი რო აქამდე მივიდა და დღესაც ხდება? საქართველოში ამბობ ზოგადად და გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ ყველაზე იაფი და ყველაზე მარტივია. ეხლა TikTok-ი ან Reels-ები რო ავსკროლოთ, ალბათ 10 Reels-იდან 5 იქნება კლიპი პოდკასტიდან. კაი ხო, 5 არა, მაგრამ 3 იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ტრაფიკის სორსის წყაროს უდიდესი ნაწილი არის აი ეს კარგად დამონტაჟებული კლიპები სხვადასხვა პოდკასტებიდან და ანუ უბრალოდ ამის გვერდზე ავლა არ გამოვიდოდა რა. სხვადასხვა საკმაოდ მალე დაგვეწია. მე მეგონა რომ უფრო დიდი ხანი ეხაც პრაიმშია ამერიკაში პოდკასტები და კიდე არ გადასულა რა. ხო, და ასე რომ კარგად აუწყვეთ ფეხი რა. ხო, საერთოდ მინდა კაკი ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მაშინ მედია ბიზნესშიც ერთად ვარ დიდი ხანია და კაკი სულ ქონდა ეს
შევარო რაღაცა ტრენდი რო იყოს, სადაც ძალიან მალევე გადმოქონდა ხოლმე რაღაც სიახლე გავიკეთები ერთად. ხო, მაგას ქურდობას ეძახიან ხოლმე როგორც წესი, მაგრამ არა, ტრენდის ერთ-ერთი პირველი შემოტანი იყო არა, პოდკასტის გაგება. კი ბატონო, რაღაცების ხვიბიც ყოფილა, რაც გახსოვს ის იყო Hot Ones-ი, ზევ გიждდებოდი. კი, ციცაკების, კი ბატონო, ციცაკების ქურდიც მე გახლავართ. მაგრამ კაი იყო ჩვენი ციცაკებიც არის. ციცაკები ბოლოს ტელევიზიაში აღმოჩნდა. კი, აბა, ცოტა არის ეგ ინტერნეტში დაიწყო და ტელევიზიაში დაამთავრა, prime time-ში გადიოდა გიგა კვეტენაძის და მე ხო, მან გიგა კვეტენაძის მიყავდა მეგონი? ხო, გუჯას მიყავდა კი ბატონო, უბრალოდ აღარ მახსოვს ტელევიზიაში გადიოდა თუ არა და მაგით აღარ დავამატე. ხო. კარგი, შენ როგორ მოხდი ამ ამბავში? მე ზოგადად აი აქ კლუბ 4-მდე როგორ მოხდი? ხო, ეს კლუბ 4-იც არ მithქვამს, მე მგონი რომ არის პოდკასტი MMA-ზე, UFC-ზე. დღესაც იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს რო დაიდება. თითქმის ერთ დღე ღამეში მე არის მერაბის ბრძოლა და ამასაც განვიხილავთ და ასე შემდეგ ამ თემებს შევეხებით. კი, სხვათა შორის თავდაპირველად ეს პოდკასტი მოხვედრის კუთხით საერთოდ არ მსჯელობდი, რომ მე უნდა ყოფილიყავ პოდკასტში, იმიტომ რომ ის კომპანია, რაც ძირითადად ასპონსორებს კლუბ 4-ს, მისი ხელმძღვანელი ვარ დირექტორის პოზიციაზე ვარ და ისე მე და ჩემი მარკეტერი ვიჯექით და აი ყველანაირი გზავცადეთ YouTube-ზე სპონსორობის placement-ის და ესე შემდეგ, მაგრამ როგორ რაღაცა იყო, იცი რომ სულ აი ისევ აუდიტორიაზე მივდივართ დასწრში, რაც ვთქვით, რომ სწორ აუდიტორიას უნდა მოხდეს. სულ ერთ აუდიტორიაზე ვტრიალებდით და ეს რაღაცა ამ ბაბლიდან ვეღარ გამოვდიოდით ვერსაიდან. ხო და უცებ გამიჩნდა მე ესეთი იდეა, რომ თან იმ დღეს კაკის ვიდეო შემხვდა თუ რაღაცა, რომ მოდი სხვა აუდიტორიასთან გავიდეთ სპონსორობა. თან ესეც პოდკასტის სპონსორობა ეხა უკვე ნელა პოპულარული ხდება, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ რო დავიწყეთ, მაშინაც უკვე მოდგმული ქონდა, მაგრამ MM0-დან პოდკასტის სპონსორობა რთული ამბავი იყო და ეგ გადაწყვეტილება რაღაცა დოზით ახლა ჩემ თავზე ავიღე, კომპანიის ფლობელებთან რაღაცა პრეზენტაცია გავაკეთე ამ ამბის და სრული რაღაცა იმედი მქონდა, რომ რაღაც სხვა თარგეტზე გავიდო და გამომდინარე იქიდან რომ მიუხედავთ იმისა რომ რაღაც ინტერესებსაც სხვადასხვა არის აუდიტორია კომპანიის საქმიანობის და პოდკასტ ერთმანეთს ემთხვეოდა. თან MMA-ის სიყვარული არ ვიცი ძალიან დიდი ხანია მაქვს და მაშინ მქონდა ეს იდეა უბრალოდ სიმართლე რომ გითხრა კლუბ 4 მეგონა რომ წარმატებული პროექტი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით რა ტემპით საკრიფა ამ ბოლო პერიოდში ეს რა თქმა უნდა ქართული მებრძოლების დამსახურებაც არის ჩვენ თავი რო შევიქოთ. მაგრამ ნუ აუდიტორიის ხრივად, რეკლამის პლეისმენტის ხრივად და ყველა მხრივ ძალიან მაგარი აღმოჩნდა და ეს პოდკასტი იყო ჩემი პირველი ნაბიჯი, სადაც ამ MMA-ის სამყაროში მომიწია გადასვლა და მე უკვე ჩაიშალა და რამდენი გამომწერი ყავთ ახლა? ახლა ყავს 9600 კაცი კაცი. ხო, ნუ ცოტა აკლია 9600. რამდენი ხანია დაიწყოთ? ეხლა ქონდა 50-ე ეპიზოდი და სადღაც არასრული 1 წელია. ხო. ოღონ მაინც შეზღუდული რესურსით ვცდილობდით, ახლა მართლა ესეთი სიტუაცია რომ მე კაკი და კიდე თორნიკე არის ერთი ბიჭი და ეს სამი ადამიანი მოგითხო თორნიკეს ახლა თან თავიდან ლაივები გვინდოდა, მე ლაივში ვერ გავდიოდით ფიზიკურად, ვიწერდით და რთული იყო ხოლმე საათის მონტაჟი ვერ ვასწრებ, თან შენ ასე თუ ისე არ გეჩქარება ხოლმე თუ რაღაც ივენტს, ნუ ეხა გეჩქარება, რომ მერაბის ჭუბამდე ჯობია რომ დადო და ჩვენ ძალიან ისე ვიყავით რა კვირას რომ დილით ჭუბი მორჩა, ეხა ვიდეო უნდა ჩაწერო და მალევე უნდა დადოს, ანუ ჰაიპი ამ ყველაფერზე და აი ეგ მაშინ მე ლაივში გასვლა მოვახერხეთ და აი ეგ დაგვეხმარა, მაგრამ რომ აღარ იკარგებოდა რა დრო რა ხალხს კვირას დილით რომ მორჩება ჭუბები, საღამოს ჩვენ ლაივში ვართ ხოლმე და მაგან შეგვიწყო ხელი. ეხლა წაპირებთ რომ კვირას რომ თინისას მერაბის ბრძოლა რო იქნება, მე მორჩება ეგრე ლაივში გავხდით. თუ გინდა დაპატიჟებული ხარ watch party-ზე, დიდ ოქტაგონზე ვიჯდებით და იქ უნდა უყუროთ და მთელი რამე იქნება. სად? გამა Fight Hall-ში. სად არის ეგ? ქსნის პირველი ნომერი. ანუ აი გურამიშვილის გამზირის და ქსნის ქუჩის კვეთაზე მოკლედ. სადაც გამას ჭუბებია ხოლმე. კი. რეაქციებს გვექნება და მე ლაივის გვექნება. post fight live-ს გვექნება. ხო, რეალურად ეს დრო როგორც კი. იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვეძახდით მე და გაკი წევლას. აი ეს MMA სამყაროში ეს სწორი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო ესე შევიკრიბებოდით, რაღაცა გადაცემას გადავიღებდით, მე დავამონტაჟებდით, რაღაცა თემას გავწურავდით და სანამ ვიდეო დაიდებოდა რაღაც 1 საათი ადრე თქვა რაღაც სასაული და ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა ცაროკიან. ან საერთოდ ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაცა ნიუსი თქვა
პირობითად რაღაცა ილიას ფაქტორი იყო, მაგაზე მიმჯერდა და მე ილია გამოვიდა და სანამ ვიდეო დავდექავს, რომ ექსისულელია ვარ ასოთ. და ჩვენ ერთი საათი რაღაცას ვაფკიცებდით ამ თეორიის ხაზით. და მაგრამ მე ლაივმა ჩააყენა რა, ეგ რაღაცნაირად მოწესრიგდი. ხო, ლაივი ყველაზე სწორი ფორმა არის, აი ტელევიზიაზე მე ჯერ ვერ აითვისეს რა, რომ რაღაცა განსაკუთრებით ნაკრების თამაში რო გადის ხოლმე. თამაში მორჩება და ეგრევე მე იწყება რაღაცა ან დოკუმენტური ან საერთოდ სხვა თემაზე და ეს რჩები აი რაღაც ემოციებით და აი რაღაც ვის გაუზია რო არის. მე რო ადამიანები დაასხდნენ და ამაზე ილაპარაკო. ეგეთი რაღაცა არ არის ხოლმე რა. ქართული მედიის კრიტიკა ცოტა ისეთი საქმეა, ხდები რაღაც. დაბალ ღობეს რომ რაღაც ეგეთია, просто აი ამ ხელას იგიჟე ხა ხო აი თელი ყველაზე მაგარი სპორტული შოუ რა არის დღეს არის UCL ჩემპიონთა ლიგის პოსტ შოუ სადაც ტიერი ანრი კეით აბდო ხო ტიერი ანრი კეით აბდო მიკა რიჩარდსი და ჯემი კარაგერი ზიან და მართლა გეუბნები თამაშებს არ მიყურებიან და მაგისთვის მაქვს ნანახი რა რომ ეს მორჩება აი ხა მიქაუტაძე გოლი რო გაიტანა ანდრის რეაქცია მაგრად გაინტერესებს ხო და ხა ანუ აქ როგორ არ არის ეგ ხო აი რა ხელას იგიჟეა რომ სტუდია არ არის ეგრევე სადაც მოიწვევენ რაღაცა არველაძეს რაღაცა სტამპონიც აჯარ მახსენებია ხო და აი მოგვიწევენ მაგალითად მე და აჩის კინგლაძეს ვიღაცა დაჯდებიან და რაღაც განიხილავენ თამაშს პრე არის ხოლმე შესავალში რაღაც საუბრები მინც მაგრამ მე შეიძლება ეხა ტყულს ვიზახით და რაღაც არის ხოლმე მაგრამ სტუდია არ არის ხოლმე აი ნაკრების თამაში ამდენი მინახავს მე გაგრძელება არ მინახავს რაღაც სტუდიაში რომ რაღაცა დასხდეს და რა მოხდა რაღაც პროფესიონალმა ადამიანმა მოგიყვეს რა ემოციების და რაღაც ასე ცარიელი სივრცე არის ამ დროს დიდი მოთხოვნა არის მაგაზე რა უდიდესი UFC-ს როგორ ხონდა თუ ქართული მოიგებს პირველი არის მე რომ აბა ვინ რა თქვა ერთი სიამოვნება დიდმა ეს არის ჩხუბზე ხა ილიამ რო ჩარლზი გათიშა ნუ ხო გავგიჟდით და გადავირიეთ მაგრამ აი მთელი ეს კონტენტის თვალიერება მე რეაქციები თქვა მეიკურუსი ხო რაღაცა იმაგათი სახე ეგოს მხანი ანუ ეგ არის უფრო მაგარი კონტენტი ვიდრე ის რაღაც სამწუთიანი MMA კურსი რეაქციები და მაგარია მე ვაპირებ ხა მაგას მოვიწყე ოთახი და მთელი ჩხუბები გავსტრიმავ ხოლმე რამე ზუსტად ეგრე რა დავარეაქტებ ასე მთელ ქართს ხოლმე 4 საათი 5 საათი ხო და მოკლედ მეც ანუ მეც სრულოდები ხოლმე რა რომ თქვენი დაიდება ეგრევე უყურებ რომ რეაქციები ეს არის რა საინტერესო ხო და ძალიან მიგოს რომ აქამდე ეს სხვა იმან ვერ აითვისა რა საუჯერებელია ჩემთვის ეხლა მაგალითად ბოლოს რა იყო ფეხბურთის ნაკრები იყო მაგრამ მანამდე კალათბურთი იყო მსოფლიოზე ხო რა მორჩებოდა ესა და რაღაცა სერიალი იწყებოდა რაღაც ფილმი ხო 65 მილიონი ბიუჯეტი თუ როგორ არის ტონა როგორ საჭიროა ხოლმე ტონა ფული ხო ბიზნეს მანამდე აყვებოდი როგორც ბიზნეს როგორ გამოადგა რა და ბიზნესებმაც ძალიან კარგად დაიწყეს ათვისება ამ იმისი რა პოდკასტების მე მივხვდნენ როგორ გამოიყენონ ეს და თემიდან გამომდინარე მე მგონი რა მე მაგალითად აი თემას გააჩნია რა მაგალითად საქართველოში მაგარი იქნებოდა ღვინის პოდკასტი აი მე მაგალითად შევთავაზებდი რომელიმე მაგარ ღვინის კომპანიას პოდკასტს ღვინოზე ესეთ მყუდრო გარემოში ელექტრობუხართან ვიღაც სომელიე წამყვანად და არ გავიმუროთ ანუ ეს ტექნიკა და ცეცხლი რო ერთმანეთში ხო ანუ უცბად ძალიან წარმოვიდგინე ბოდიშით ხო და მაგალითად აი ხა მაგალითად მიკვირს რომ ვიღაც დიდ ალკოჰოლ არის წარმოების რაც არის არ ვიცი რა ბრენდებია ეხა რა უნდა რომ ანუ მაქელა ბიუჯეტის კომპანიას კონდეს პოდკასტი ღვინოზე სადაც იქნებიან ტიპები და არ არის საჭირო რომ მაინც სულ ღვინოზე ილაპარაკო რა ანუ გაგივაირალდება აუცილებლად რაღაც კლიპი და ეგ მილიონი TikTok-ზე ექნება რაღაც 800,000 ნახვა და ეგ ტრაფიკი იქნება ბევრად ღირებული და უფასოდ შექმნილი რეკლამა, რაშიც უნდა გადაგეხადა $5,000 მაგალითად. და ამას
ხვდებიან ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად ვერავლებენ რა, როგორ უნდა გაკეთეთ ეს მე ყველაფერი. მაგრამ ვიღაცებმა დაიწყეს კი აი ეს მომწონს კიდე სახელები მართლა არ მახსოვს. ორი სოკარის CEO რო არის რა ჩემ ნაშთვალები აქვს და ზოგადად მაგრამ ხო აღარ არის მე მგონი და Bubblehead podcast-ი. Bubblehead ქვია ხო მე მგონი ძალიან საინტერესოა. ლევანი გიორგაძე. კი ბატონო ძალიან საინტერესოა. თან რა არის ეგ მაყურებლისთვისაც რაღაცნაირი ესეთი ჩიტგზა არის იმისთვის რომ რაღაც ინფორმაცია რაღაც კონკრეტულ საგანზე ძალიან მარე აითვის და მშვიდად მართალი ხარ. აი გზა არის ახლა მაგალითად მე პირობითად რომ ღვინოზე მინდა რომ რაღაცა ვიცოდე ენციკლოპედიების გახსნას და იქ რაღაცეების კითხვას მირჩევნია რაღაც პოდკასტში ჩავრთო და იქ რაღაც ჩემი აზრი მიყალიბდება იქ მაინც პოდკასტის ფორმატი ხო ეგ არის რომ ერთ აზრზე ძირთად არ საუბრობ ორივეს განსხვავებული შეხედულება აქვს და მე შენ თვითონაც მე მუღამი გაქვს იმის რომ წახვიდე ხა იმ ღვინოზე პირობითად რაზეც ილაპარაკეს წახვიდე გასინჯო და ეს ბიზნესისთვისაც იდეალურია იქ პლეისმენტი ხო ძალიან ისეთი არა პოდკასტი იმდენად ბუნებრივი მოცემულობა ალბათ ადამიანის რომ ეს საუბარი გიყვარს და საუბრის მოსმენა გიყვარს შესაბამისად ყველაფერი რაც ამასთანაა დაკავშირებული მარტივად მუშაობს შენ გონებაზე შენ შეიძლება მე მოთხოვნილებებიც ამაზე ააწყო კოჩა რო ვიყავდა ხო ეხა აი ძალიან მაგარი პოდკასტი აქვს. აი ორ-ორჯერ მაქვს ნახის მუკის ყველა ეპიზოდი, ყველა რა ვიღაცა. მეთქი ამოდი მაგარი ეპიზოდი იყო. მაგარი არა არ მინახე უბრალოდ thumbnail-ი ნახავ აუცილებლად ხო და მაგარი ძალიან ბუნებრივი და ისეთ ძალიან კარგი და გამოირჩევა რა განსხვავებული. ყველაზე მაგარი პოდკასტი ჩემი აზრით რომელიაც აი პოდკასტ ის ხასიათით რა ეხა როგანზე და WTF-ზე არ გეუბნები. აი Bad Friends-ი არის პოდკასტების Bad Friends ხო ეს სანტინო და ბობილი რა. აი ეგეთი ეგ უნდა იყოს მაგის რომ რა მნიშვნელოვანია წამყვანებს შორის ვაიბი და მაინც კი არ უნდა დაცინოდნენ ერთმანეთს მაგრამ თიმია რა მნიშვნელოვანია. მე ეს ამათი ქიმია როგორ არის გადათარგმნილი ფორმატში ის ფანჯარაში რო ყავთ სამი ტიპი იმიტომ რომ დაცინიან სულ და ეს ბობილისთან რო ცხოვრობს ამის ყოფილი შეყვარებულის დიშვილი და ის რო უზის იქ და იმას რო აი ძალიან არ ევასება ეს და ანუ აი რას გაჩვენებს ეს ყველაფერი რა იმას გაჩვენებს რომ რეალურად პოდკასტი სულ როგორი მაგალითი მომყავს ხოლმე იცი რომ TV show არის როცა ერთი ადამიანი მოგმართავს შენ და გიხსნის აი ლექციასავით არის რა რომ ლექტორი ზის და შენ გელაპარაკება და პოდკასტს უნდა გქონდეს უფრო როგორი ხასიათი იცი აი რესტორანში რომ მაგიდიდან გესმის ვიღაც საინტერესო ხალხის საუბარი აი ეგეთი განცდა უნდა გქონდეს კარგ პოდკასტს რომ აი ვიღაც სამი ტიპის ზის თავისთვის რაღაც საინტერესოდ საუბრობენ და შენ ხარ მაყურებელი ამ ყველაფრის ოღონდ ისე რა ბექგრაუნდად არის ეს ყველაფერი და იდეაში არც გითვალისწინებენ შენ უბრალოდ მართლა აინტერესებთ ის რაღაც რასაც საუბრობენ და შენ შეესწარი მათ საუბარს რა აი რაღაც ეგ სხვაობა მგონია რომ აი თქვა talk shows და podcast შორის რომ მკითხონ რომ აი როგორ ფორმატში რა სხვაობა უნდა იყოსო აი პირველ რიგში ხასიათში უნდა მიიღო ეგ სხვაობა რა რომ ეს იყოს რაღაც ბჭყალებში არა ინტიმური საუბარი ორ წამყვანს შორის და talk show უნდა იყოს საუბარი წამყვანს და მაყურებელს შორის მაგალითად ეგრე ახსნიდი მაგას რა ხო და თქვენც მაგაზრზე ხართ რომ ანუ ეს ჯერ კიდე кайხნით არის პოდკასტი ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა და იქნება მე მგონია რომ სულ იქნება მაგრამ შეიძლება ამ ეპოქის გადმოსახედიდან უყურებ მაგრამ მგონია რომ მე ვერ ხედავ როგორ გადავა ტრენდიდან ეგ ვერ ხვდები იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ვარჯიშის დროს ეხა მუსიკას რამდენი ხანი უნდა უსმინო მე მიდიხარ სადღაც 4 საათიან გზაზე რამდენი ხანი 4 საათი მუსიკას რო უსმინო ჭუიდან გადავა ხო რაღაც ჩართავ პოდკასტს მოусმენ ვარჯიშის დროს მე რას უსმენ შენ მუსიკას უსმენ თუ პოდკასტს ორივეს სხვათა შორის რაღაც რო გაჭირდება მუსიკის ლეზებლის ჩააჭერდა მანამდე როგანს უსმენ ანუ იმეს ხო ხო და ეგ არის რომ იმდენად მიაგნეს რა იმიტომ ეს ოფიციოზი რო ჩამოშორდა ეს ტონი იმის არ გღლის ძალიან ცოტა ენერგიას გართმევს ამ კონტენტის მოხმარება რა ისეთი არის რა ქვია ადვილად ღებულობ ამ ყველაფერს და დროის დათმობა არ ჭირდება რა საერთოდ ხო კინოს ვერ ჩართავი იქ ორი ოთახში ვერ იქნები რა და აქ შეიძლება რაღაც აკეთო და იქიდან გამოგრჩება რაღაც და გადაახვევ
საცობი ყველაზე მეტად უწყობს ჩემი აზრით ხელს მათ, იმიტომ რომ მე თვითონ საცობში თან როგორ ახლა ტემპი ხო ძალიან დაბალია მოძრაობის და რაღაცა მუსიკას რო უსმენ, მაშინ რაღაც იგივე ტემპის მუსიკას უნდა უსმენდე და ეს ამ ტემპს პოდკასტი ავსებს აი იდეალურად აი ამ ტემპში საუბარიც ისიც საცობიც მე აღარ ხარ ისე რაღაც განრისხებული საცობები გვაწყობს. სხვადასხვა მე ჩემ წარმოდგენაში სულ ეს იმա გათვლილი რომ 6 ვსებდებ ხოლმე საღამოს 6 საათზე. რომ სამსახურიდან ხალხი რო გამოდის, სახლამდე როცა აქ, აი ეგრევა წარმოდგენილი რა და მაგ დროს ვდებ ხოლმე 6 საათი მაგ არჩეული რა. კი, სტორია. ყველაზე კარგი ხელსაყრელი დრო. ეხლა დავიწყე 6:15 აკლია, იმიტომ რომ ცოტა იმის ფიტში მოხდეს დრო კონდეს რა. კლიპებს როგორ ადისტრიბუციებ. просто ვდებ რა. TikTok, ანუ აი პლატფორმებზე ყველგან დებ, TikTok-ზე და იმაზე. მე ყველაზე კარგად Facebook-ზე მიაქ რა. ჩვენთან TikTok-ზე. ჩვენ Facebook-ზე რატო არ ვდებთ, არ ვიცი. просто არ მე ვდებ ხოლმე Instagram-ზე და ისე რომ ორივეგან დაიდოს და მაგალითად აი რაღაცა Reels-ში მოსაც 150,000 ნახვა აქვს, რომელიც Instagram-იდან ავტვირთე. 2,000 აქვს Instagram-ზე და 140 და რაღაცა Facebook-იდან რა. კი ბატონო, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა. ეგ უკვე ბიზნეს ნაწილია პოდკასტის, რომ რამდენი პოდკასტი ვიცი, რომ მარტო კლიპები მაგნახე ან ცხოვრებაში მთლიანად არ მაგჭერტული, მაგრამ აი რომ ვკითხო ვიცი რა, რაღაცები სულ კლიპები მხდება ხოლმე რა. თან ადრე უფრო ვცდილობდი ახლა დავანებე თავი რომ უბრალოდ ოღონდ კლიპები დავდო და იყო აღარ ვდებ ეგრე რა აი თუ მართლა მე შემოხდა რომ ის ერთი წუთია რომელიც საკეც კარგად მოისმინება მაგ შემთხვევაში შეიძლება დავდო ხოლმე რა ესე აღარ მაქვს რა უცებად ამოუჭრეთ 3 ცალი და დავდო რა და კიდე რას ვაკვირდები ციე რომ როცა მიაგნებ არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს რომ რაღაც ქიმიურ კავშირს წამყვანთან. უბრალოდ აი ვიღაცის ხმა გეკომფორტულება რა, ბანალურად, პროსტა აი ხმა ტიპიურ ლაპარაკობს. აი არ გაინტერესებს დიდად რაც ლაპარაკობს, მაგრამ აი გეკომფორტულება რა, მაგის აი რაღაცა ძილის წინ გინდა რაღაცა კარგად მოქმედებს და სულ მეც ვყავდა რა ეგეთი ტიპები და აი მაგალითად კოჩაროვის პოდკასტის მუკი ჩემთვის აი ძალიან ჩემები არიან არც ხალას ვიცნობ არც ნუ კაჩაროვს შეხვედრი ვარ მაგრამ აი დღეს იყო კოსტა გახსოვს კოსტასთან საქმე რომ კალანდაძე რო იყო ეხლა ვფიქრობდი რომ ვაფშე ვახსოვ არ და მეთქი გახსოვს ფილმს იღებდა გოგიჩა რო ყავს გადაღებული და მაგასთან სახში ავდიოდით ხოლმე პერიოდი მან მე არ ვიყავი მაგრამ მე ყოფილა ნამყოფი ხარ კოსტასთან სახში დელის კი იმიტომ რომ საერთოდ ეგ პერიოდი არ გვახსოვს ჩვენ ზოგადად და Teen Spirit-ის გადაღებებზე იყო და რა ხდებოდა აი ის პერიოდი იყო რა დოლიძე ოპერატორი ვასო და ხო და ეგ რაღაც მაგ ტოსოვკაში ვიყავით რა და მე გამახსენდა რომ ამასთან სახში აი რა ბირჟავდით როჩი აი რა გოგიჩას ქარიზმატულობის დამსახურებით რა ეს გაგვაცნობდა ერთმანეთს და მე ისადაც რო ეგდეთ ვიღაცა საერთოდ გოგიჩას გარეშეც ისადი ხო ეხლა პოდკასტებს უყურებთ ყველაზე აქტიურად რამე არის ესეთი ერთი რომელსაც კი ვსუღურებ დაიწყეთ უგინე შენ აი ბეთრენ სხვა შორის მეც ნუ ჯოროგანი ხა ეს სტანდარტულად სხვათა შორის ნიკოს და ჯიმის პოდკასტს უყურებ ხოლმე განკითხვის დღეს უყურებ აი ძალიან დიდი ხანია და უკვე ისე მაქვს ველოდები ხოლმე როდის დაიდება და ნუ შენ პოდკასტს ყოველთვის უყურებ განსაკუთრებით პოლიტიკური რაღაც ინტრიგა თუ ხდება ხოლმე სულ ხვდები რომ გიორგი კობელიძე უნდა მოიწვიო და აი კი რომ მოკლეს აი ყოველ დღე მოწმევდი გიორგი მოკლავ მოწმევდი როდის დაიდებოდა ხო ეს სამჯერ მყავდა და ეს გამოვიდა რომ მოვიწევ მე 6 თვის მე მყავდა და კიდე 6 თვის მე და რაღაც ერთხელ იყო ამერიკის არჩევნების პერიოდი იყო ეხა ეს კი და სულ პირველიც კარგი მოსაუბრეა და კი მე კიდე ისევ სერჩავ ხოლმე რა. აი ხა სანამ მოხვიდოდი შენ ის კრისტელიას უყურებდი ჩაგიგდელს ნახეთ რა. ახო ლინკი ვნახეთ კრისტელიას ოღონდ კლიპებს უყურებ ან rilsებს ან კლიპებს ახლა თავიდან ბოლომდე აღარ უზიო ხოლმე როგორც ადრე რა. ადრევე ჯეკი მე სულ congratulations გულისხმობ ხო? ან მე მგონია რომ მაგ შოუს შედოუბანი ადევს. კი. აუცილებლად. ხავს დავდებ რომ YouTube-ის ალგორითმი ბლოკავს კი. არ არსებობს, ანუ მაგის პოდკასტში, ეხლა რომ მაგას იცი მეშინია სიცილი არ ამიტყდეს. ისეთ სასაცილო რაღაცეები მომხდა რა. ეგენი რო არ გავაირალ და ეგ მაგ რაღაც სასაცილო ნახვები აქვს ბიჭო, ანუ მე მაქვს პოდკასტები, რომ მაგაზე მეტი ნახვები აქვს იმას რა ქვია, ბურამ ქუთათელაძეს
და ჩვენ ქართულად საუბრობთ ხო თან. შენ როგორ გიტყოს ფეხში? რას ფიქრობდი, მაგრამ ხო, მოკლედ მაგას უსმენ, კრისტელიას ყოველთვის უსმენ, დი სტეფანო მომწონს ძალიან, კრისტე სტეფანო, ბედ ფრენდს უსმენ ყოველთვის, როგანს ცოტა იმდენი ხანია როგანს უსმენ. რო ცოტა ის არის, მაგრამ პოდკასტია ეხა MMA გურუც პოდკასტია იდეაში, უბრალოდ ლაივ პოდკასტია, ნუ სტრიმია, მაგრამ ალბათ ყველაზე ხშირად გურუს უსმენ ხოლმე. ხა პროფესიიდანაც გამომდინარე და ისედაც ძალიან უნიჭიერესია რა, მაგის ისე იმპრეშენები გააქვს ნახე. ანუ მთელ UFC-ს მებრძოლების რა ქვია მაგას კაცო პაროდიას აკეთებს იდეალურად. ანუ აი საერთოდ აი 35 პაროდია ჩაწერე მე MMA Guru UFC impressions და 35 პაროდიას აკეთებს ZZ იდეალურად რა თან ლაივში. MMA Guru-ს მაგრამ არ ჯეროდა ქართველებს ხო სულ ესე ეხა ილიამ შემოატრიალა ჩვენსკენ და ჩვენს და დაკესტელებს შორის ჩვენსკენ არის. მართლა, სერიოზულად ჩვენსკენ არის. და ნუ ილიას ეხა კითხეს რომ ეხლა რატო გიყვარსო MMA-ო და ნუ ილიას გამო რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ჰეითერი თუ არ ხარ ilია ძალიან უნდა გიყვარდეს. ქართული დაღესტნელები კიდე ცალკე თემა არის UFC-ს ფანების ესე ფიაჯახი. აი ცოტა შემოbrundet UFC-სკენ. მე რაბიზე რას ფიქრობთ როგორ მოიგებს? ხო სხვათა შორის ჩვენ პირველად ეხა გუშინ ლაივი ქონდა და იქ გავაშხერეთ რომ Submission-ს ამბობდით. ხო, განსხვავებული აზრი ქონდა Submission-ი და Ground and Pound-ს ამბობს კაკე. ფინიში გვაქვს ორივეს აზრად. თუმცა პირველი ჭუბია, სადაც გამოკვეთილად ძალიან აუღელვებელი ფავორიტია მერაბი და ზოგადად MMA-ის მსგავსი მდგომარეობა დიდად არ უყვარს და იქ ფაქტი რომ არსებობს ერთ მოცემულობა ცოტა მანერვიულებს. თუმცა რაღაც ინტრიგა მაინც უნდა იყოს. იმას აკრან. მენტალურად როგორ არის ხარი არ დაიჭირონ ცოტათი. აი როგორ რაღაც თითქოს MMA-ის სამყაროში არსებობს რაღაცნაირი კარმა, როდესაც ყავს ერთი გამოკვეთილად დომინანტი ჩემი. აი თუნდაც აი კამარო უსმან ლეონ ედვარდს არ ნიშნავდა დანა ძალიან დიდი ხანი იმის გამო რომ აზრი არ აქვს მაგ ჭუბის ჩანიშნოს და უცებ რაღაცა ლეონ ედვარდსმა არც ქონდა აზრი მაგ ჭუბში. თავდაპირველად და 5 რაუნდი, ანუ 24 წუთი უსმანი უშანსოდ უგებდა ედვარდს და რაღაცა საოცარი ფეხი გაარტყა და მოწყვიტა და ეს მარტო ლეონ ედვარდს და უსმანის შემთხვევაში არ ხდება, ხშირად ხდება ეგეთ кейსები და ეგ რაღაცა ტენდენცია რო აქვს MMA-ს, ეგ ცოტა ცუდ ემოციებს მიღვივებს, თუმცა მაინც ჯერა რა თქმა უნდა. ხო, არ უყვარს შეიძლება ეგულისხმე, ერთი როცა ასეთ დომინანტია, ერთი როცა ასეთ დომინანტია და მეორე რომელიც აი სტრიკლენდი ადესანიაზეც кейსი იყო, რომ სტრიკლენდი ადესანია რო შეახვედრეს, სტრიკლენდი ხო, ვაფშე ვერ ხვდებოდი ვერც მე როგორ უნდა მოვიგო სტრიკლენდს ადესანია. სტილისტიკურად იმდენად დიდი სხვაობა იყო ამ ორ ადამიანს შორის, თან პერეირამ სტრიკლენდს რაც უქნა ის ჩარჩაბერს მახსოვებაში და აი თითქოს ორი ამხელა სხვაობის მქონე მებრძოლი როცა არის, ხანდახან რაღაცა MMA-ის ღმერთები აქეთ სამწამოც მოდუნება ჩემი ტკივილია ხო. შენ Ground and Pound-ს ამბობ? კი, მე მგონია რომ პირველ რიგში აბსოლუტურად გეთახმები, მაგრამ ანუ ვინც არიცის ქართულთა როგორ იქნება? პარტერში ყოს დაგდებული განმეორებით და სადამარ გაგაჭერება. კი ბატონო. წიხლის ქვეშ გაგდება. ხო, ალბათ Ground and Pound-ი ყველა. უბრალოდ მან ზოგადად იმის მუშაობს ხოლმე რომ აი თავში უარდებათ არ ვიცი ამაზე კარგად როგორ თქვა მაგრამ როცა წარმოიდგინე ეჭხუბები ალდოს და შენი არავის არ ჯერა და მოიგებ მე ეჭხუბები პიოტრიანს და საერთოდ არავის არ ჯერა შენი და ანადგურებ მე ეჭხუბები სეჰუდოს და არავის არ ჯერა იმიტომ რომ ჭიდაობით იგებ და კაცი ოლიმპიური ჩემპიონია და იგებ მერე ეჭხუბები ომალი ცუკერბერგთან რო მოიგდა გადაიტო ბეჯებზე ხვარებით და ბოლოს სულ ანდერდოგი ჭხუბები ქონდა ბოლო ომალის გარდა მეორე ომალიში ფავორიტი იყო მეორე ომალიში კი ფავორიტი იყო ხო და უმართანაც არ იყო ფავორიტი ეგეც ის არის რა მომზად არ იყო ფავორიტი არა უმარი იყო ფავორიტი და ეგეც რო ემზადები როგორც ანდერდოგი და ის განწყობა რაც მთელი კემპი გაყვება, რაც მთელი კემპი მოგწდებს ხალხის განწყობა, ეგ მუშაობს შენზე რა, როგორც როკი ისტორია რაც არის, რომ ხო და ეხლა არის, აი
მაგის ნაკლებობაა რა. ეხლა არის აბსოლუტურად პირიქით, რომ ანუ სენტ-ჰეგენი წარმოიდგინე 10-ია იმანაც ბოდიში ამ სიტყვაზე და 10-ზე უმარზე არა უმარმაც და პიოტრიანმაც და მერაბმა 10-ია პიოტრიანის და უმარაც. ხვდები, მაგრამ თან ძალიან მაგარია სენტ-ჰეგენი. ხო, ეხლა რაღაცა აი ეს ისეთ პიარს აწვევიან, რომ ასეთი მოწინააღმდეგე ჯერ არ ყოლია და ეს ძალიან მისთვის არის, მაგრამ მგონია თითიდან გამოწვეულია, და ალბათ სხვა ვერაფრით ვერ ძაბავენ რა უნდა. კი, ფურცელზე სენტ-ჰეგენი ძალიან ყველანაირად ხელსაყრელი მეტოქი არის მერაბისთვის. ერთი ის რა თხელი კიდურები აქვს, რაც მოჭიდავესთან ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მარტივად კრავს და ძალის უპირატესობა მეტი აქვს. ძალის უპირატესობა ყოველთვის ერთ-ერთი თავარი გამოსავალი არის ჭიდაობაში გამარჯვების. კიდევ სენტ-ჰეგენს ბოლო ჯგუფში უმართან რაც ნახეთ არის რომ გამძლეობის სერიოზული პრობლემები აქვს ჭიდაობაში, როცა უწევს მუშაობა. არა და იძახდა არ ვიგლებია, აშკარად დაიღალა უმართ. მეორე რაუნდში უმართან უკვე ძალიან მძიმედ უნთქავდა. ხო, ფიზიკურობის უპირატესობა ნამდვილად არ აქვს სენტ-ჰეგენს. ერთადერთი აი მართლა აი რომ იარაღი რო დამადო თავზე და მითხრა რომ აი როგორ შეიძლება მოუგოსო გამორჩეულად მაგრამ იცის მუხლის დარტყმა რაც მოჭიდავებთან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კონტრ იარაღი არის და ნუ ხო აი ეგ და ლეგლუკებიც კარგი აქვს მაგრამ ნუ ბოლოს ჩხუბი ფიგერედოსთან მოტეხა ფეხი და გაჩერდა ჩხუბი იმიტომ რომ ლეგლუკი გაუკეთა და ნუ ეგ როგორ რაღაცა ხო ხდები ეგ არის რაღაც მაგრამ მერაბს ეგეთიც ქონია ხა მეორე უმარისთან ჩხუბიც შეასწავ მოტივაციის კი არა ეს რომ არა ერდოგია ხა ხო კი ქონია მე უმარისთანაც ფიქრობდი მაგას რომ მეთქი იქნება მაგრამ ძალიან საშიში წამითარით ყოფოდა რომ როგორ ვახერხებდა მაგას რომ აი ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი და ომალი მართლა ძალიან მაგარი ხელები აქვს რა ის მარტო ომალი მაგრამ თავიდან აუჯოს ნოკაუტი რა დღეს აი ულამაზესი რაღაც არის და ბიჭო ამ ხელა უპირატესობა თუ იმაში როგორია რიჩი ხო და აი რო საშიში იყო რა და აბსოლუტურად უშანსოდ მოუგო რა ანუ ან ძალიან შორსი აბსოლუტურად out of the range იყო ან ჩახუტებული იყო, ანუ არ დაუდგა შუაში საერთოდ და მაგას აკეთებს ზოგადად მერაბი დისტანციის თამაში ეგ არის რა, რომ ან ძალიან შორს არის, ან ძალიან ახლოს არის. და ნუ მე მეოთხეში მეხუთე თვითონაც თქვა რომ მეოთხეში მეხუთეში დავაფინიშებ და ესეთი პროგნოზი აქვს თვითონ და ზოგადად არ არის რა მერაბი ის ადამიანი რომ რაღაცები აერიოს და ხო ხვდები ანუ ისე ივარჯიშებს, იგივე კემპი იქნება, იგივე ხალხი იქნება, იგივე მეთოდი იქნება და უბრალოდ არ აქვს რა, ანუ სტილის მაგის გეგმას არ აქვს, აი რომ მაგალითად ხო აი დუპლესის ჭიდაობა რაღაცა გამოუსვა დანაყელში ხო და ამის გეგმას არ აქვს ეგეთი მინუსი რა. უბრალოდ უნდა დაიჭირო, ანუ მერაბ თვალიშვილს რომ ღმერთმა დაიბაროს, თუ გინდა რომ მოიგო, უნდა დაიჭირო, აი როგორც მორაესმა დაიჭირა და მაინც მე აქეთ დაიჭირეს მორაეს. სხვათა შორის მან 10-დან 9 საჯი გააჩერებდა მაგ ჯგუფს, მაგრამ მე მოყვა ხოლმე არ გაიჩერებინა. კი ბატონო, ხო, ეგ და სენტ-ჰეგენი არის რა ხა იქ power punch-ერი როე რაღაცა ტონაჟი კონდეს მერაბი მაგის დარტყმებს აი ძალიან ისე შეჭამს ხო და სანთაგენის მე დარჩევინ მე вообще არავინ ახალ წრეზე უნდა წავიდეს უმარი ალბათ იმიტომ რომ კაფიოთ დაჩაგრული მეტოქე ჯერჯერობით მაინც უმარი არის რომელიც არ ყოლია მერაბს და ეს მაინც აქვს ანუ რომელიც კაფიოთ არ დაუჭერს ხო 3-2 მოუგო რეალურად რა დანარჩენებს ხა იანს 5-0 მოუგო შუგას 4-1 და მერე დააფინიშა. სეხუთოს 2-1 მოუგო, თუმცა ნუ 3 რაუნდზე უგო კომპრომისი იყო მერაბის ჩხუბი. და მეორე და მესამეში იმ დონით მოუგო, რომ ეს პირველი უკვე დაგავიწყდა ყველას. ხო, ანუ შეკითხვები კი არ არის, ან რამე საჯობაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ ნუ ახლა 3-2 იყო, ახლა პირველი 2 რაუნდი მოახერხა, მაგრამ ერთმა საჯმა 4-1 მიცა. ხო, რომელიღაცამ საჯმა პირველი რაუნდი მიცა მერაბს მე მგონი. ხო, მაგრამ ხო მერაბი ძახს მეგონი პიტერ იანს. ხო, იანზეც იძახდა, მაგრამ ეხა ახალ ინტერვიუ ვნახე და იქ ამბობდა, რომ და ეგ მინდა ზუსტად დავამტკიცო, რომ აი გადავარო და დავაფინიშო, უმარზე იძახდა რა. მაგას რომ აუცილებლად შევძლებ მაგასო და ზოგადად ეხა როგორი გეგმა შეიძლება რომ კონდეს რა
რომ ეხლა უკვე ყოველი თითოეული კამერის დაცვა არის ისტორია რა. და ახალი რეკორდი და Hall of Fame-ში უფრო მაღალ და მაღალ თაროზე შემოდება თავისი ლეგასის და ამ შემთხვევაში უკვე ეგ აღარ ადარდებს რა ვიღაცების გვარებს აგროვე, რეზიუმეს აგროვებენ რა და მერაბმა ეგ გვერდი გადაშალა უკვე რეზიუმე შეკრული არის უბრალოდ მთელი მუღამი არის იმაში რომ რამდენჯერ დაიცავს კამერას და ასე პირველზე ეხლა ილია მეორეზე არის ისლამი მესამეზე არის მერაბი მეოთხეზეა ხამზატი და ხო პანტოჟა არის ხო სადღაც ჩაშუჩებული ცოტა. აი პანტოჟა მერაბი იქნება კარგი და კიდევ ერთი ის იქნება. პანტოჟა უნდა ამოვიდეს ხო? ჩასვლა ძალიან რთული იქნება მერაბისთვის, იმიტომ რომ ეს ის ზონაა, სადაც მერაბი ისედაც წვალობს ზონის ჩაბარებას. სარისკო არის ძალიან 125 ჩასვლა, ასე რომ ამოვიდეს კაცო და ჩემპიონსთან არ არის რა, მან და ეხლა ვოლკი რო ავიდა და ისლამს ეჭხუებოდა, აი დიდი და პატარა ჭხუობდნენ რა შეხედავდი და დიდი უტყავდა პატარას რაღაც ნერსანახავი იყო და მერაბზე და პანტოჟაზე ეგრე არ იქნება საერთოდ რა პანტოჟათან ერთი ზომის ტიპები არიან აბსოლუტურად 57-ზეც ძალიან იტანჯება პანტოჟა რო ჩააბაროს სუ იტანჯება ზონის კლებასაც და ხო პროპორციულად 18-ულადაც ერთნაირები არიან და მოკლედ პანტოჟა და რომელიმე რემატჩი იქნება ნუ 2026 წელს მერაბისთვის აბსოლუტურად იდეალური გეგმა ამ ჭხუბის მერე თეთრი სახლის ივენთზე ხო არ მოუწევს ხო ისე ვიღაცამ მითხრა რომ ისე ერთადერთი ამერიკელი ჩემპიონი მერაბი არისო და ხო ხო მოქალაქე ორმაგი მოქალაქეობა ამერიკელია რა ახლა უსმანის ამერიკელი ხო არ არის მოქალაქეა და ნუ მერაბმაც თავის ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ხო იქ შექმნა ის ამერიკული ოცნება რასაც ქვია რა ვიცი მაგრამ მეტი მერაბის ცხოვრებას ქვია ამერიკული ოცნება ხო აი ნათელი ილუსტრაცია იმის რასაც ამერიკა პირდება ხალხს ხო მართალია ეხლა ყველაფერი თუ ვინმე იმსახურებს თეთრ სახში ჭხობს მერაბია ჯო და აი კაპიკი არ დახარჯეს მერაბზე რა აი არ ჯერათ რომ რაიმე სახის სტორი შეიძლება რომ გაკეთდეს რა აი დენამ აი საერთოდ ხო ხელი აკაღებული ამ ბოლო დროს და მაგაზე დაცინია რომ ამხელა ჭხუბებს აცხადებს რაღაც საკუთარი ოფისი და რაღაც ლეპტოპის კამერას ჩართავს და რაღაცებს ყვება აი ხა არ მანწარუკიან და ჰუკერი მაგალითად ჩაინიშნა და რატო ანუ ბოქსშიც კრივის ინტერესი კლავს და აიც როგორ არის თითქოს აუხსნელი ოცნებასავით აქვს ეს კრივი აშკარად ბევრად მეტად უყვარს და ეს ხო მაკედან მოდის ხო მაკედან მოდის და ეს კრივი მისთვის უფრო ისეთი სანატრელი სპორტი არის ვიდრე MMA-ში დაამტკიცა წარმატებას მიაღწია და თითქოს ის რაღაცა კრიზისი აქვს, რომ აი ხო არის რაღაცას წარმატებას მიაღწევ და გარდამტეხ მომენტში ხარ, სადაც ეს შენ წარმატებაც უკვე რაღაცა ემოციურად აღარ გიღვივებს, რაღაცა ემოციებს, რაღაც ქიმიურ აფეთქებებს აღარ იწვევს და რაღაც ახალს ეძებ და აი მგონია რომ ამ ახლის ძებნაზე დაუბრუნდა იმ თავდაპირველ ოცნებას და ეხა ხო იყო კაზინშო წააგო მილიონი კროუფორდი კანელოს ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ეხა დაანა და გადართული იყო მთლიანად მაგარი ხო და თან იცი რა არის შეხედი შეიძლება MMA უფრო უყვარს თუ კრივი შეიძლება იგრე იყოს შე როგორც თუ შეიძლება პირიქით მაგრამ ფაქტია რომ გამოწვევები აქვს ცოტა რა უკვე რა იმიტომ რომ ну ძალიან აი ალდოს და კონორის პრომო ხო გახსნოს არაფერს აღარ აკეთებენ და ანუ ერთი და იგივე აი კაუნტდაუნი როგორი მოსაწყენი არის კაუნტდაუნი აი შოუ-ტაიმის კაუნტდაუნები HBO-ს კაუნტდაუნები არის ჩემი საყვარელი აი TV შოუების და Breaking Bad-ების და რაღაცების მე აი ნახე მაგალითად გენადი გოლოვკინის და ჯეიკობსის კაუნტდაუნი ნახე 3.5 საათიანი კინო არის აი სასაუბრად ძალიან მაგარია ანუ კაუნტდაუნი სამ დაიწყება თავი ხო გადის კი ბატონო ზოგ 24/7 სხვათა შორის მეივეზერის შექმნილი არის ეგ რაღაც ადრე პრომოსუ იყო რა თქმა უნდა რა მაგრამ დელაჰოია მეივეზერმა მოითხოვა რომ ეგ ოლექსესი გავაკეთოთო რა რომ მთელი კემპი იმასთანაც იყოს კამერა ჩემთან და ეგ უმი ფორმატი მაგის ინიციატივა იყო ერთ-ერთი და ფლოიდი ხო იცი ხა რანაირი ბიზნეს მაინდით ტიპი არის და მერე წამოვიდა ეს ყველაფერი რომ აი კემპში კამერების შესვლა და რაღაცები საერთოდ დაიწყო ოსკარ დელაჰოია მეივეზერის ხო მაგალითად ხო თან მაგარია თან მამამისი იყო მწვრთნელი მაგ დროს ოსკარ დელაჰოიასი იყო ფლოიდ უფროსი იყო და ნუ წამოვიდა
ამ კემპზე თავისთავად ვეღარ იქნებოდა მისი მსნელი და ძალიან მაგარი ინტრიგები 50 Cent-თან ერთად რო იმებზე კატაობენ სახში და სასწაული რაღაც ძალიან მაგარი კონტენტი არის რა. ნებისმიერი ფლოიდის ჭუბს მიაწერე Olexesi და ჩაუჯექი. აი ძალიან მაგარი არის. ხო და არადა UFC ახლა ზენიტში არის რა და ხო და გაჩერდნენ მართლა ანუ ეხლა ბოდიში დავამთავრებ მაგას რომ აი UFC-ს ჰაიპის გენერირება აი ერთი 70% ხდება MMA იუთუბერებით რა. აი ხა გურუ რო არ იყოს და ლუკას ტრეისი და ვიღაც ტიპები ვინც ძალიან ცნობილები არიან TikTok-ზე და YouTube-ზე აი რო გააკრუწბათ და ლუკასი და ხო, ესა რა ქვია და ეს ყველაფერი უბრალოდ მიანდო UFC-ს და countdown-ის და რაღაცა ნინა დრამას შეკითხები მებრძოლი რო არისო რა იქნებოდი და პერეირასთან და არმანცარუკიანთან ფლირტაობები და კარგი რაღაცა ჟურნალისტი დასვი და რაღაცაზე ალაპარაკე რაც მაინტერესებს რა თმინდა ეს რაღაც TikTok შეკითხვები იმასთან პერეირასთან კაცი არის მკვლელი რაღაც გიჟებს ეკითხები რაღაცა აი კლიპში არის რა იმ მაგარი ჟურნალისტები არიან რა ეხა როგანს ყავდა სხვათა შორის სახელი და მაქვს და HBO-ს კომენტატორი იყო ერთ-ერთი და ну აი თელის კრივი გადმოდო თავიდან და დადო მაგიდაზე და MMA-ში არ აყავთ რა იმიტომ რომ არ გაზარდა ამან ხო დაბლოკა ჰელვანი ძალიან ბევრი და ის პუტკუნა ტიპი როა hey Dana first question here პირველი აი პირსუ ეგრო არის ხოლმე პირველი და ერთი და იგივე შეკითხვები აბსოლუტურად ვერავინ ვერ ეკამათება ანუ ვინც ეკამათება იმას არ უშვებს შიგნით წარმოიდგინე ანუ ტიპი არის იმენ ლუკაშენკო არის ხო ლუკაშენკოა MMA-ს რა ანუ ტიპები არ ჟურნალისტები არ უგზის და თვინმე თუ აი შეიპარა რაღაც ივენტზე ისე და რაღაც შეკითხვა დასვა რომ აი რაღაცა fighter pace-თან და ანუ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ან რამე ისეთ სენსიტიურ საკითხს თუ შეეხო ყვირილს იწყებს ტიპი ანუ აი ღიზიანდება რა განა პასუხობს რაღაც და მოკლედ არ არის კარგ ადგილას დენამ სასწაული საქმეები ჩაატარა რა თქმა უნდა რაღაც მაგის კისერზე გადაიარა ეს თელი თაფის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხო ის თაფის შექმნა რემპეიჯი რო კარგს აკრებს ძალიან იკონური მომენტები და კონორ მაგრეგორი დაემთხვა და აშკარად რაღაც ახალია დასაწყები და სხვათა შორის მე ძალიან მომწონს დენას ის რა ქვია ისიც ჩაუვარდა სისილების გადაყვაშურების მაგაზე გაჭედა ბიჭო სლებზე სერიოზ ანუ რეებს იძახდა იცი რომ სპორტებიო ერთად აღებულიო მაგაზე მეტი ნახვა აქვს ანუ აი ყველას ჯინაზე წავიდა, ყველა აქეთ გაქვს ამხელა სპორტი, რა სლეფი, აი ეხა BJJ-ით დაიწყო. ხო, ეხა BJJ-ით დაიწყო. ანუ შიშველი ხელებით. არა, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და ნოუგი. ხო, და ნოუგი, რა ის არაც კიბონოების გარეშე, პროსტა გრეპლინგი რა, კომპეტიტივ გრეპლინგი, რომ გაგუდვამდე რა. ჭიდაო ეხა არ მან მაიჭიდაო. ხო და არ არის კარგ კომუნიკაციის თვალსაზრისით UFC ეხა ნამდვილად არ არის კარგ ადგილას რა უბრალოდ ეხა ეს ხალხი არ იყო 5 წლის წინ არც MMA გურუ იყო არავინ არ იყო ეხა გაჩნდა ეს რომლებიც აგენერირებენ ძალიან ბევრ კონტენტს MMA-ის შესახებ და ამას ეს თავისას შვება რა თქმა უნდა რა და დგას რეალურად MMA-ის პოპულარობა და UFC-ის პოპულარობა ეხა აი ამ კონტენტის გამოყენებასაც არაც წლის ხო წესია რაღაცა გაარჩიოს აი ხა ჩვენ რო აი ჩამოგვივარდება და გვეჭხუბება ჩვენ რო ხო და რას კარგავს მაგითი რომ აი ორი კვირის მერე ის უყურო იმას ბრძოლას და გარგა თან მალე pay-per-view-ც აღარ ექნება subscription პოლიტიკაზე გადადის იქნება შეცვალონი ხო იქნება მაგ კუთხით შეცვალონ იმიტომ რომ ეს pay-per მე ამ ლოგიკით მესმის რომ pay-per-view-ს ყიდვისკენ უბიძგებ მაგრამ იქ subscription-ი არის ხა იმან ერთ თვეში იყიდა და მე გამოიყენებს ან ნოკაუტებს არ დებდნენ ბიჭო წარმოიდგინე ის სულ სხვათა შორის ეხლა ხანს დაიწყეს თუ არა ნოკაუტის მერე წამიდა და ხო მოწყვეტილზე რო აქ thrill and agony ერქვა მაგ იმას მაგ რუბრიკას რა ანუ გათიშულის მერე რო რაღაცა წრთნელის რეაქცია იქ ცოლის რეაქცია ის და რა თმინდა ცოლის რეაქცია გასო ნოკაუტი მაჩვენე და მე რაღაცა არაბული კომენტატორების ხმით გიწერთ აი ეს ხო ანუ ეხა ხო მორჩა pay-per-view დიდად აღარ იქნება სადარდებელი და მოგვეცი რა კონტენტის რომ აი დავარეაქტოთ მე და ზუკამ ერთი ეკრანზე ნახევარზე ვიყოთ ჩვენ და ნახევარზე
გადიოდეს ჭუბი მაგალითად, ხო? აი რა ანუ რას კპარავთ მაგდეს, ხო? აი არაფერს. და იმედია ეს 7.7 მილიარდი გააძღობს მის მუცელს და მოგწევს საშუალებას, რომ წესრიგად დავარეაქტოთ ხოლმე. ხო, ანუ არის ლიგები, რავი, NBA-ის კონტენტი შეიძლება გამოიყენო და განხილვები მიდის და ჭკვიანურია, ხო? რავი. სავსე არის, ანუ მედია სივრცე, საგალაბურთო NBA-ის მომენტებით, ჰაილაითებით, რავი. და რაღაც ნიშური ხო არის, ფეხბურთს ახლა იცი რომ 90 წუთი უნდა უყურო მაინც და ახლა რაღაც გოლის მომენტ შეიძლება კონდეს რეაქცია და აი ხა ის რომ გასტრიმო რეაქციის ვიდეო და ბრძოლა არ კონდა შეიძლება 3 წამში ისეთი რაღაც მოხდეს შენ ახტე და ამ დროს უყურებ ვიღაცა შლექს რომელიც პროსტა ყვირის და აქეთ მხარეს რა ხდება საერთოდ ვერ იგებ მაგიტომ იყო ჩვენ კონდა მთელი ვიდეო რეაქციების უბრალოდ საშინელი სანახავი იყო აქედან გასაგებია ჩვენ რა უყურებთ მან ანუ უვიდეოდ გულისხმობს მე მინახავს როგორც ტელევიზორი სარკერო ვდგათ ისე და ტელევიზორი ჩანდეს და რაღაცა ჩაიჭრა ხო მაგრამ ნუ სერიოზულად გაჭედა მაგაზე აი ვიღაც ტიპი ავარჩიო სტრიმერიო და кейსი ანუ იჭერდნენ ტიპს და რაღაცა პრინციპულად შეხედა რა მაგ ყველაფერს მაგრამ ნახოთ იქნებ რა ქვია ბიჭო იმას დენას გვერდზე ვინც არის შენ რო გავს ჰანტერი ხო მაგარი ტიპია ჰანტერი და ჰანტერმა რო გადაიბაროს ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება ხო თან დიდი ხანია საუბარი მიდის რომ ძირითად 90% საქმეს ჰანტერი აკეთებს და ისედაც ხო დენა უბრალოდ გამოდის და რაღაცებს აფორმებს ხო ვეტოებს ადებს რა თორე აი წარმოიდგინე მაგრეგორი ხაბიბი ეგრე ქვია რა ჰანტერის გაკეთებული ჭუბია მაგალითად მაგრეგორი ხაბიბი კი ის ინტრიგაც ხო არის რომ ხო ის მოდაკითხვა აი ვინ უცხრა კონორს რომ ამ ავტობუსში იჯდა ხაბიბი და იყო მე რომ ეს ჰანტერისგან გამოსული ინფორმაცია იყო და მთელი ჩახლართული ამბები თან ადრე დენა დადიოდა და ანუ აპრო მაგალითისთვის თუ ვინდა იმაყურებელმა ცადოს ნახოს 2017 წლის პრესკონფერენციები რა ამხელა არის და დენა როგორ ჩართულია და ეხა აი გამოდის შუაში დგას ესე okay kid next question kid აი 15 წუთში ამ პრესკონფერენციები ადრე იყო ხოლმე საათი და თქო გახსოვს ამდენი და ეს რაღაც ესე რიგებს უნივერსიტეტის ლექციები ვით რო იყო აი who the fuck is that guy ეგ ბოლოზე ღირებული პრესკონფერენცია ძალიან მაგარი იყო ეხა აი მოკლედ და არ ვიცი სადა პრესკონფერენცია გახსოვს შენ ის კონორმა რო დააგვიანა 15 წუთი რეები ხდებოდა პრესკონფერენცია აი ეგ იყო მთელი ის რეალურად მაგ პრესკონფერენციებმა გაყიდა მე ხაბიბი კონორი მანდ მოხდა რაც მოსახდენი იყო პრესკონფერენციას და არა მე ოქტაგონზე და ხო ეხლა რაღაცა უნიათოთ აი ვიღაცა მოვა იმის რა ქვია სეხუდო ვიღაცა ოპონენტის ბალის გამოიტანს ჰაჰაჰა ხუხუ და რჩება ხო ერთ რებს რა არის გამაღიზიანებელი MMA გური ჭედავს ხოლმე მაგაზე რა ერთი ძალიან მაგარი ჯეკ დელას და ისლამის ჭუბი ვიდეო დადო თვითმფრინავში იყო. აი როგორც უდ ხარისხის ვიდეო იყო, იცი, აი რაღაცის, აი Xbox-ის კამერით იყო თუ რაღაცით გადაღებული რა, აი ძალიან ცუდი იყო და ამბობს I'm sorry, I'm busy kids და რა busy, it's your job. ანუ შენი საქმეა, ანუ კიდე რასაკეთებ, ანუ რატო გვეუბნები ჩვენ MMA-ის გულშემატკივრებს, რომ შენ რაღაც საქმეები გაქვს, როცა ეგ არის, ანუ პრომოუტერი ხარ, ჭუბები უნდა, რა ვიცი, და არასკრუტკო რაღაცა ქნა, ხო? და სერიოზულად ეგ ჩვევა, ხო, I'm busy guys და რაღაცას ესე იტყვის ხოლმე და რა busy ხო, მოქმედე აქეთ. ან გაანებ დასვის კაცი ჰანტერი და წამოწეკი შენ, რა ვიცი, წადი იახტაზე. თით ეგ ხო უყვარს იახტაზე, იახტით მიდის ხოლმე. ოჯახთან ერთად რაღაც იტალიაში და იქ ისვენებს ხოლმე და თან ამას ალბათ ხო ფიქრობს რომ კონორი ხაბიბის იმას ვეღარ დაიჭერს ეთყობა და შეიძლება აიცრუა გული. თან არის ის ხუძეს მოქმედებს რა. ეს რო პამპტი იყო, ეს რო იქ ხო გახსოვს დენა რო გაგიჟებული პანდემიის დროს და კონზული გააკეთა ნუ კონზული პირობით ჩაატარა. წარმოიდგინე და აი მან ძალიან დიდი ჯამპი გააკეთეს რა. აი მან ეთყობა ისეთ ასტრონომიულ თანხებზე ავიდა. და ზოგადად ინდუსტრიაც ისე გავიდა და ისე დაშორდა UFC, Bellator-ს და სხვა იმ გეფი ისე გაიზარდა რომ სადღაც ალბათ რაღაც აზარტიც ცოტა მოუკლასავით რა. ხო რა, აი რა, 5 ჩემპიონი გახდები და მე мотиваციას რაღაცა ეგეთიც. და მართლა კი ბატონო, ნამდვილად. ან ჰორიზონტზეც არ ჩანს რეალური კონკურენტი, აი
თითქოს ყველა ორგანიზაცია რაღაც ერთგვარ ტრამპლინად იქცა იმისთვის, რომ UFC-ში მოხვდე და ეხლა აგერ ბელატორი ითვლებოდა მეორე ნომრად, ხა ბელატორი კი აღარ არის. ხო, აი Strike Force იყო ყველაზე ახლოს ადრე რა და იყიდა. იყიდა და ვერ გააკრა. და ხო და აი თან რა არის კონკურენტ როგორ სიტუაციაშია რომ კონკურენტები თვითონ არ ყავს და ეხლა გამოდის რომ ეკონკურენტება NBA-ს, NFL-ს, NHL-ს და იმათთან კონკურენცია კიდე ნუ ძალიან ძნელია რა ეხლა ამერიკელისთვის ბეისბოლი ხო იცი რაც არის და ის რა და აი სადაც გაჭედილია რა იმ ლიგაში ვერ შედის იმიტომ რომ ჯერ ერთი ნუ მაშინ X სხვა ტალანტების სხვა ეს არის რა წარმოიდგინე ეხა NBA-ში რომ მოხდა ჯერ ერთი კვირაში ერთხელ აქ ხანდახან ისიც არა აქ ძალიან ბევრი ტალანტი არის რა ანუ ამერიკაში რაღაც შენ სკოლაში რომ NBA-ს მოთამაშეს სწავლობდა ვიცი სკოლას მაგის სახელს არქმევენ რომ ანუ რამდენი რაღაც უნდა გაიარო რომ NBA-ს მებრძოლი NBA-ს მოთამაშე გახდე და MMA-ში ეგრე არ არის რა ანუ ბევრი არა მაღალი დონის ათლეტია რა ხო ხვდები ადრე იმიტომ რომ სპორტია თვითონ უტოპიური სპორტია როგორ შეიძლება რომ 5 რამეში იყო ძალიან მაგარი როგორ შეიძლება რომ მარცხენა ხო კრაიში იყო ისეთი რომ კროუფორდს ეჭუბოდა ჭიდაობაშიც იყო ისეთი რომ კარელინს ეჭიდაო ხო აი ასე გიჟია როგორ არ მოხდება ან თვითონ ამოცანაში არ არის და ამიტომ ეს აი ამ სტილს როგორ დააბალანსებ შეტევას და თან ძალიან საინტერესოა რა მაგრამ ამას მოყვება აი ეს პროფესიონალიზმის და იმ რაღაც ლეველის ნაკლებობა ხოლმე რა რომ ის სპეციალისტები იშვიათად ჩანან ხოლმე და როცა ვინმე სპეციალისტი გამოჩნდება მაგიტომ არის ხოლმე რომ ესეთი დომინანტები არიან ხოლმე რა აი მაგალითად ხაბიბიც როგორც იყო ეხა ხამზატი რომ აი მაგრად ჭიდაობს მაგარი მოჭიდავეა და აფერი მეტი არ უნდა საერთოდ რა იმ ხელა სხვაობა მის ჭიდაობის ლეველს და დრიკუს დუპლესის ჭიდაობის ლეველს შორის რომ ნუ არაფერი მართლა აღარ ჭირდება რა საშინელება ხო კაი, შესაძლოა გავუკეთოთ ილიასაც შევეხოთ, ანუ სოკარი შეკითხვა გვაქვს, ესეთი შეისვენა და ის ენერგიით არის. როგორი კადა როგორი ფსებით ენერგიით. როგორი ენერგიით. უცბად მართლა ენერგეტიკული უნდა მეთქვა ამ დროს, მაგრამ ენერგიით ავსება არის ყველაზე ძალიან კარგი არის ზუსტი ძილის დროის რაოდენობა. არის მაგის garaშე არ საერთოდ არ მაქვს ენერგია, ასე რომ ხარისხიანი ძილი არის ჩემი ენერგიის შევსების. ვიჯო ხო ზოგჯერ რაღაც უცნაურად მემართ. აი ზოგჯერ 3 საათი შეიძლება ისეთი გამოვიძინო, რომ აი ესე ვარ ხო რაღაცნაირად და ზოგჯერ აი 7 საათმა ისე შეიძლება რომ გამტეხოს რომ ვერ წარმოიდგენ რა და ეხლა რომ დავფიქრდი კი კარგი ძილი და ჯანსაღი საკვები არის ჩემთვის თუ პირდაპირ მნიშვნელობით მკითხე ენერგიაზე როგორ ჩვენ გაიგებ კი ეგრე გავიგე და ნამდვილად ძილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ ძილი ხო მე რახანს ასაკი და გეტყვით კი ჩემი არ იყოს მე უფრო ასაკიც მეტყობა ქვედა ნაწილში ხა ვარ 25-ის ხო და ჩემ ასაკში ენერგიის შევსება ენერგიის ხარჯვით მოდის უფრო და ეხა საბრძოლო სპორტებში აკრივი, აგერ BJJ-ს ვიწყებ და ესეთ რაღაცებში, ანუ როცა უკვე მენტალურად გიწევს რაღაცა, twin-ით მუშაობა გიწევს და ამაში ხარჯავ ენერგიას, მაგრამ ფიზიკური ენერგიის დაღლა რაღაცა დოზით უფრო ენერგიულად გაგრძნობინებს დღის განმავლობაში თავს. მე რაღაცა დრომდე მიდის, მაგრამ ზუსტად იმ დრომდე მიდის, როცა უნდა დავიძინო, ამიტომ ჯერჯერობით ეს მუშაობს. ჩემთვის ეგრე არის რა, კარგი ვარჯიშის მერე, აი იქ დარბაზში რომ მოხვდები 1 საათი გინდა და მე უფრო კარგად ვახხოლმე ვიდრე ესე რა. შენ რა კერს აღარ ვარჯიშო? ეხლა ვეღარ ვარჯიშობ ვერაფერს. მე რა დავიწყებ, რა ვიცი რაღაცნაირად ჩამივარდა ეგ. უბრალოდ რა ვიცი, ბავშვის მერე სიმართლე გითხრა, ისე არ ვიყავ. ხო რა ბავშვის გარშემო ვართ ეხლა რა და ყოველთვის უცა შეგვიძლია რომ ერთად ვიყოთ ხოლმე, ერთად ვართ და რაღაც ესენი არის. და ოღონდ ერთი ზამით ეგრეც არ არის. ალბათ თბილისში ვარ აი რო აიღო ვინ რამდენს დადის ფეხით. ეხლა ფეხით მოვედი. საიდან? დიღმის მასივიდან. ტაქსი გავაჩერებ ვაჟა-ფშაველას ბოლოსკენ მართლა. და სულ რა ვიცი აი წერეთელზე დიღმიდან ფეხით დავდივარ და ვაკეშიც გუში მაგალითად ყიფშიძიდან ფეხით მივედი. ანუ ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, ხო.
უბრალოდ ეს ჯიმის ხო იცი რა დრო უნდა რა ჩანთა გადაივლე გადმოვლე ეს და ეგ და ბავშვი და არა ეგ ძალიან მაგარი მეგიქნია თუ მასე აკეთებ არა თან გამხდარი რომ არ მარტყო მაგითო და არაფერი ამჭირს ძალიან ვერსტატი მაგით კალორიების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გზაა და ცხიმის მარაგების დასაცველად სიარული არის ყველაზე კაი რა დაბალ ინტენსივობაში ვარჯიში არის გამაგდეს მე ხო პირ დავიწყო მერიქით მაგარი ინტენსივობის კროსფიტი და ხო ხო ფიქრობ რომ რა მინდოდა რა შარში გავყავი თავი და ხან ძალიან მოტივირებული ვარ ხოლმე მე ზოგადად აი მიყვარს კარდიო ვარჯიშები უფრო მიყვარდა რა აი რაღაცა საათს რო ვირბენდი მაგარი დაღლი რო ვიყავი ეგ იყო ჩემი აი workout high ეგ იყო და არა სიმძიმეები აი დაჭიმული ვარ და ფეხები რომ მткиვა და ყველაფერი ზოგს ალბათ ეგ უფრო მოსწონს რა რომ სიმძიმეებით რო ივარჯიშე და მე მიყვარდა აი სადაც ტრანსში რო გადიხარ უკვე ხო მას runners high რასაც ქვია აი runners high იყო რასაც დავსდევდი ჯიმში ყველაზე ბევრს ვარჯიშობდი იმას treadmill-ზე ასე ვთქვათ რა ასე რომ ძალიან მიყვარს სირბილი და სიარულეც კარგი მშვენიერი მე გავუწევდი ფეხი სიარული თუ დაგიწყე ამდენი ილია თოფურიას როგორ უნდა შევეხოთ ზაკა UFC-ზე საუბრობთ ბარემ მერაბის ამბავი დავამთავროთ ასე კი კვირას გამთნისას 6 საათზე იწყება დილის ანუ კვირა რო თენდება კი ბატონო და ეს თავარი ივენთი და სადაც ალბათ 8:30-დან ბოლოდან მეორე არის ხო ანუ კოუმენი 8:30-დან ყურადღებით და ვიდანაც შეიძლება ყურადღებით ანუ რომდენიც ალბათ არ მოუწევს ხო ხო აი სადაც 8:30 რო გადაცდება არა ბოდიშით 8-დან უკვე ყურადღებით ხო ხო სადღაც 8:09-ზე უწევს ხოლმე როცა თავარი ბრძოლა არის ხოლმე რა თან გააჩნია მანამდე ვიღაცა თუ შეიძლება გაიჭიროს. თავი ბრძოლა პერეირა ანკალაევია ხო? რევანდას მეგონი ანკალაევი. მეც მგონია და ჩვენს მგონია რომ ახალი არაფერი არ მოხდება ანკალაევს და პერეირას შორის. ნუ უბრალოდ ძალიან მარტივად შეიძლება რომ არასწორები აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ პერეირას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ხო, მაგრამ წინა ბრძოლა რაღაცა მეგონა პირველად გამოვიდა ოქტაგონზე, ისე გამოიყურებოდა. პირველად გამოვიდა ოქტაგონზე ადამიანთან, რომელსაც ჭიდაობა შეეძლო და მაგ სტრესმა წაიღო ეგ ყველაფერი. ეგ არის რა, ნუ აი მთელი კარიერა აქტივს გაკეთებული ისე რომ სტილისტიკური პრობლემა არ ქონია. ანუ არავინ არ ერთი ადესანია წაეჭიდავა და აფორთხია და ეხა ანკალაევი სამბისტია და იცის ჭიდავა. და აქეთ კიდე დასტინ პორიე და კონორ მაკგრეგორი დატანჯას მოჭიდავეებმა და middleweight-ში არ იყვნენ რა, აი დომინანტ რესლერები, რომელიც აი ადესანიას ერთი რომერო იყო, რა ქვია, ოლიმპიელი დონის მოჭიდავე, ოლიმპიური დონის მოჭიდავე, მაგრამ არ ჭიდაობდა ცოცხალი თავით. ცხოვრებაში ტეიქდაუნის მცდელობა არ ქონია რა. საერთოდ ბოლო ჩხუბი არც იჩხუბა იზისთან. ხო, ადესანიას დაგახსოვს ეგ რა შეიძლება იყო. ხო და ხო, ანკალაევი ჯოისტიკები რო გამოგიჭროდა. ეს რომ მოძრაობს. ძალიან მაგარი იყო ხო. დარტყმა რომელია და რაღაც რო აწვევი, აი ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო. ხო, ზოგადად MMA-ში სუცლებები არის რაღაცა სტილისტიკა. იყო დრო აი გრეპლერი თუ იყავი, ყველას უგებდი. ეგრე დაიწყო. ხო, ეგრე დაიწყო და ეხლა არის მდგომარეობა, რომ ფუნდამენტურად ძალიან განსხვავებულია სპორტსმენი, რომელსაც აქვს უპირატესობა ჭიდაობაში და სპორტსმენი, რომელიც არის უპირატესობით სტრაიკერი. ამორის დაპირისპირებაში 90%-ში მოჭიდავე არ ასუნთქებს სტრაიკერს, იმიტომ რომ სტრაიკერს უკვე შიშიც აქვს. შეიძლება ფეხზეც აი კონორს რო გაუტარა ხაბიბმა ოვერჰენდი იმ ოვერჰენდს რაღაცა კრივში ვერასოს ვერ გაარტყავდა. თუმცა ნუ აქ მოწყვიტა უმძივით და ეგ არის ეგ შიში როცა გაქვს რო ფეხებში მაგრამ არ წაიქცა როგორც მახსოვს მაგალითად ჩავდაუნი იყო სამი სახსნა და წავიდა და მე მუხლით მიდიოდა ხაბიბი და იმ მომენტში აიცილა კარგად კონორმა. გენიალური სიკვენსი არის ეგ როგორ რამაგრად მოვიდა აზზე კონორი რამაგრად არიჩქარა და წინ თავი არ გაყოს უკან როგორ მიდის და ის რო ბუხლით მოდის და ეს როგორ იცავს და აფერკაც როგორ ახვედრებს სასაული სიკვენსია ეგ ერთ-ერთი საუკეთესოა ხო მაგრამ ილიასთან მაინც შორს არის საერთოდ ილია ეხა ომალის კითხეს რომ ილია ანუ გოუთი ვინ არისო და ილიაო და ძალიან ლოგიკურად ჩამოთვალა და მეც ვეთანხმები რა ანუ გინდა ჯონ ჯონსიც მაგარი არისო და კი ყველაზე მაგარი არისო რა და აი ხა მაგალითად როგორც გითხარი ხამზატის სხვაობა კიდე კაი არ შეხვდიო რომ იძახდა ხო ხამზატის რამხელა სხვაობაც იყო იმაში რა ქვია ჭიდაობაში თქვა ხო ეგეთი სხვაობა ყველასთან კრივში ილიას იმიტომ რომ ილია იყო
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფუნდამენტური კრივის მეცადინეობით შევიდა იქ რა, იმიტომ რომ და ჯოშე მეტი ეხლა ჩხუბობს ამ ქარზე მეტი და ემეტთან ბრძოლა იყო ის რომ ყველას რეაქცია რომ ერთი წამი რა ხდება ბოქსი ორივით იკრივა რა ძალიან სასაუბრ რაღაცებს ანუ მართლა არ არსებობს 4-5 დარტყმიანი კომბინაციები რა ანუ არ 1-2 და ანუ მესამე თუ ფეხი მოიქნია ანუ სასაუბრ და ილია ურტყავს 1-2 1-2-3-4 და არიცი ანუ აი ვერაფერს ვერ უშვებიან რა იმდენად მაგარია დისტანციის კონტროლი აი slow motion-ით რომ ნახოთ ჩარლზ ოლივეირას როგორ თიშავს რა მანდ ხა ამბობენ რომ შეცდომა დაუშვა შეცდომა კი არ დაუშვა მახეზე წამოაგორა ესე ტანში ჯები თავშიდან off beat ჯები გაუკეთა რა ანუ ხო რომ რითმი ხო აქ ყველაფერს 1 გაუკეთა და ამან დააბნია უაზრო წინ წამოვიდა და მაგაზეც უკვე მოფიქრებული ქონდა ეს პირდაპირ და ორიანი და თან მარტო მოფიქრება და დახვედრება კი არ არის ანუ მიზან precise იყო რა ანუ ზუსტად ყბაში ჩაუსვა ერთიც და მეორეც და ნუ სხვათა შორის ისე ვოკაუთი რაღაცა დაამატა ეგ არის იმის მაჩვენებელი რომ სადღაც გადის ჩხუბის დროს თორე აი ზუსტად იცოდ ოლივეირას ხო დაამატა მე რა კამერა აბსოლუტურად გათიშული იყო და ზუსტად ვიცი რომ იცოდა რა მაგრამ ეთყობა სხვაგან არის რა აი ის არის სანამ საჯი არ გამწევს ხო შენებოდი თავი გაენებოდი ოფრენს პირველივე დარტყმაზე აღარ იყო და ნუ ბევრად cool მომენტი იქნებოდა რა ეგეთი walk-off-ი სასაული იქნებოდა ჰერბერტი რომ მოწყვიტა ხო ჰერბერტი ისე მოწყვიტა რომ დაცემული იყო ჯერ ეს პრემოტრიალებული იყო ხო ის ცუდი ძალიან ცუდად და ეს აი მოხარშული მაკარონსო ხელი გაუშვა ძალიან ცუდად დაიკეცა რა და ეს ისე დაეცა რა რაღაცნაირად და თან ის ქონდა ალბათ რომ აი ჩვენ ვსაუბრობთ იქ მაგ ივენტზე რომ ოლივერას დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის როგორც კი მძიმეს მოარტყამენ წვება ეს ნოკდაუნში როცა ვარდება იმდენად შიში აქვთ რომ აღარ ჩაყვნენ რომ 10 დიან გამოფხიზლებას ხო და ეს ალბათ სულ გამჯდარი ქონდა რომ როგორც კი დაეცემა ეგრევე დარტყმით უნდა ჩაყოლოდა რომ იქვე მოემთავრებინა და ინსტინქტურად ალბათ როგორც კი დაინახა რომ ვარდებოდა იმ წამსო ჩააყოლა ის და ხო ეგრეც მართალი ხარ შეიძლება ეგ ფაქტორიც იყო რა ილიაზე არის ერთი ძალიან დიდი ნარატივი რა ხდება ახლა რომ საბოლოოდ მთავარი ბოსი არის მახაჩევი რა მაგის დამთავრების მერე არავით არის GSP და ჯონ ჯონსები მორჩა ილია იქნება გოუთი ისლამს თუ მოუგო, გინდა ცარუკიანს მოუგოს ჯერ და მერე, ან პირდაპირ, ხა ისლამს თუ უგებ, ცარუკიანსაც უგებ, რა შესაბამისად ეგ დისკუსია არ იქნება და ხა ამათ უნდათ ხაბიბს და ისლამს. რომ ნახონ ილიას ჭიდაობა ვინმე კარგ მაგათ დონის მოჭიდავესთან, ანუ ცარუკიანთან. და აკეზებენ ამას რაღაც ხაბიბი იძახის ხოლმე რომ არ შანსი არ აქვს ილიასთან ცარუკიანთან ვაფშე შანსი რაღაც არა და ყოველთვის გამოირჩეოდა რა რაღაც ადეკვატური შეფასებებით ხაბიბი რა და თან რა თქვა იცი ან თქვა რომ შანსი არ აქვს ცარუკიანთან ყველა იმ ჟურნალისტიც მაგას ეკითხება რომ ანუ მაგარი მოჭიდავეა ცარუკიანი და დიდია და მაგიტო და არაო კაცო დისტანციაზე დაუდგებაო ცარუკიანიო და შეისწავლისო კარგად ილიაზე უკვე ბევრი ვიდეო არსებობს და შეისწავლისო და ისე აი რაღაცა ის თქვა რა ხო და ეხა მაგაში ეგ არის რომ როგორ გამოვა ანუ ნახე ეხა ცარუკიანი და ჰუკერი ჩხუბობენ 22-ში სადაც ჩხუბობს ალექსანდრე თოფურია ანუ ილია და ცარუკიანი იქ გადაიკვეთებიან ყატარში დოჰაში ერთმანეთს შეიძლება იქ რაღაცა მოხდეს რამაც ძალიან გაზარდოს ინტერესი ცარუკიანს და ილიას შორის მაგრამ ასევე ნოემბერში არის ჯეგდელას და მახაჩევის ჩხუბი სადაც თუ მახაჩევმა წააგო ჯეგდელასთან და მე საერთოდ არ მგონია მახაჩევი ფავორიტი მაშინ უკვე ვერსია გადადის ცარუკიანთან ჩხუბზე რა იმიტომ რომ დამარცხებული მახაჩევის დამარცხება არ არის გოუთობა რა ხო ხდები იმ სტატუს კარგავს და შეიძლება ერჩინოს ილიას რომ აი გამარჯვებულ ცარუკიანს ეჩხუბოს ასე რომ ესე არის რა ესე არის ჩახლართული და ილიაც მაგ ნარატივში ახდენს ნავიგაციას რომ რაჯობია როგორ უბრალოდ ბევრ რამეზეა დამოკიდებული
მოიგებს თუ არა მახაჩევი მოიგებს თუ არა ცარუკიანი როგორ მოიგებს ცარუკიანი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო და ნახოთ როგორ იქნება იდეალური სცენარი რა თქმა უნდა უბრალოდ ისლამი წავიდა რა იქიდან და ეგ ნიშნის ნერვში ძალიან არ მინდა რომ 77 კილოში ჩხუბულ უაზრობა არის ანუ ხო ნახე რა ამხელა სხვაობა იყო ილიას და ჩარლზის შორის რა ამხელა სხვაობა იყო ფიზიკურად ეს ანდერჰუკები რო გავუკეთ აი არ ჩამდა ილია იქიდან რა აქეთა კამერიდან რაღაც ხო და ეხა წარმოიდგინე 77 კილო კიდე რა და 66-დან 70-ში ასვლა ისეთი ამბავი არის ხო 4 კილო არის და იქ თითქმის ორმაგი არის 7 კილოთი ადიხარ 77-ში 76 და 70-ის მებრძოლები განსაკუთრებულად განსხვავებულები რა თქმა უნდა არიან მაგრამ ისეთი რაღაც დიდი სხვაობა არ აქვს ეხლა იანგარი რო შეადარო პირობითად რაღაც lightweight-ის რომელიმე ბიჭს აშკარად ესეთი სხვაობა ექნება და ეს 77-ის იანგარი რა ანუ ხო 77-ის ბიჭები ზოგადად უფრო დიდები არიან ყველა დივიზიონში არის დივიზიონისტვის პატარა დივიზიონისტვის ზუსტი და დიდი რა და ილია არის ანუ იქაც პატარა იყო მაგალითად პატარა ანუ რიჩზე აი ხა აქ საუბარი თქო საერთოდ არ არის პატარა და აი ხა welterweight-ისთვის ახლა წარმოიდგინე შავკატ რახმანოვი და ილია უნდა იყვნენ ერთ დივიზიონში ნუ აი როგორი სხვაობა ხო არ შეიძლება ხამზად ჩიმაევი და ილია თოფურია მაგალითად ხო ხდებია ძალიან ისეთი სხვაობაა და ეგ არის პრობლემა რომ 70-ში აღარ იმან ისე მოიმატა კონტური მასით მოიმატა რა ივარჯიშა ეს ახალი ფენა კუნთის მოიმატა და ისედაც ვეღარ აფიქსირებდა 70 კილოგრამს და ეხლა ჯეკ დელასთან ჭუბის მერე რომ ისლამი რომ ჩამოვიდეს 70 კილოგრამში ნუ აი ფანტასტიკის სფერო არის არ ამგონია რომ ეგ მოხდეს რა უბრალოდ ალბათ ყველაზე ტიტულოვანი ჭუბი გამოდის რა შეიძლება მავიწყდება მაგრამ წარმოიდგინე თუ გაიმარჯვა ისლამ ახაჩევმა 77 კილოგრამში რა გამოდის რომ ილია 66-ის ჩემპიონი ეგ ერთი კამარი ილია 70-ის ჩემპიონი ეგ ორი კამარი მახაჩევი 70-ის ჩემპიონი ერთი კამარი და ანუ 4 კამარი იდება იმაზე სასწორზე რა და ეგ მნიშვნელოვანია რომ 70 რომელი ანუ catchweight 66-ი 70 ხო მაგრამ იქ ორივე დაუმარცხებლები იყვნენ 70-ში ორივეს აქვს კამარი არც ილიას წაუგია 66-ის კამარი და 70-ში ხო მიმდინარე ჩემპიონია და ამან vacation ანუ მიცა კამარის ხვას და დამარცხებით არ დაუკარგავს რა რეალურად ტექნიკურად არ წაუგია რა უბრალოდ თქვა რომ წავედიო სხვა ზონაშიო და რეალურად ტექნიკურად შეგვიძლია რომ პოსტერზე 4 კამარი დავხატოთ და მე რაღაც ვიდეო მაქვს ჩაწერილი რომ სპორტული თვალსაზრისით ილია ისლამ ახაჩევი არის MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ჭუბი. ხო. არა, მაგდენი რამე არიდო არასდროს არც ერთ ანუ აი მაგალითად GSP-ს და Siloas რო ეჭუბათ. თავის პრაიმების დროს შეიძლებოდა რომ ახლოში ყოფილიყვნენ რა, მაგრამ ამასთან მაინც ვერ მოდიან. ანუ ყველაზე ძვირიანი ჭუბია რა სპორტულად. GSP Siloas არის იმ პერიოდის MMA, როდესაც აი ისევ თითქოს ძველი ყაიდის ხალხი იყვნენ და ის რაღაც პირველი ლიგიდან მეორე თაობა იყო და ეხლა რაღაც ახალი თაობის MMA ბევრად უფრო რთული არის და ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი არის და ახლა ჩემპიონობა და ზოგადად ამ მასშტაბის ჭუბი მithumetes ესეთ პოპულარობის პერიოდში MMA-ს ბევრად წინ წავიდოდა და ეს კონორი ხაბიბის თემაც ხო იდეაში ორი განსხვავებული სამყაროს დაპირისპირებით გაიყიდა რომ ის ირლანდიელი რომელიც რაღაც ვესტენდისტი იყო რა ის ვესტენდისტი აქაც იგივე გამოდის რეალურად მიუხედავად იმისა რომ აქეთ კავკასიონი ყოფს ის მაინც ევროპული წარმომავლობით იყიდება რაღაც ესპანურ ქართული და ის უფრო რაღაც აღმოსავლური კულტურა და აქეთ აბუდაბი უმაგრებს თურქს და ესე შემდეგ და ეს დაპირისპირება თან სტილისტიკური დაპირისპირებაც არის ამასთან ერთად რომ კი გასაგებია ჩვენ ვიცით რომ ილია კარგად ჭიდაობს მაგრამ ამას ძირითადად მხოლოდ ქართველები უთulit ხოლმე სხვები ეს რასაც უყურებენ იმას თვლიან და ბოქსიორს ეძახიან ხო ბოქსიორი უპირისპირდება მძიმე მოჭიდავეს ანუ ყველაფერი აქვს ამას რომ მაგრა გაიყიდოს თან ეს ხაბიბის ჰაიპიც მოყვება, იმიტომ რომ ეს ხაბიბის ლეგიტიმაციის გაგრძელება არის ისლამი. თვითონ ხაბიბიც მაგას ამბობდა, რომ ჩემს გზას გააგრძელებს ისლამი და ისლამის მარცხი ილიასთან ავტომატურად იქნება ეს ხაბიბის დინასტიის ჩამოშლის სკოლის მარცხი იქნება რა. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის
ისლამა გამაკვირვა ეგ ჭუბი როა იყო რა. იმიტომ რომ არასდროს თავისზე დიდს არ ეჭუბებიან ეგენი ეს ტიბუა ხაბიბი იყო ერთი ეგეთი ჭუბი რომელიც ჩემი აზრით წააგო ხაბიბმა მაგალითად დანარჩენი ანუ ყოველთვის ყველაზე დიდები არიან ყოველთვის ანუ ვეიტბულები არიან ყოველთვის რა ანუ ვოლკანოვსკი და ეს აი ყველაზე დიდები არიან ხოლმე ყოველთვის ფიზიკურად და თან ეს სიმაღლე არ არის რა მან ის კონტური მასაა და ბოუნს და ძვლების სტრუქტურა და ასე შემდეგ არასდროს არ იღებენ short notice ჭუბებს ყოველთვის კემპი გავლილი უნდა იყოს მომზადებული უნდა იყოს და მოკლედ მართლა ძალიან მაგარი გამოვა რა ესა ჯეგდელა მახაჩევი იქნება ძალიან მაგარი ჭუბი იმიტომ რომ ჯეგდელა უფრო დიდია ჯეგდელას გვაჩვენა რომ ბელალ მუჰამედთან მაგრად დაიცვა თავი ნუ გასაგებია რომ ისლამი ბელალზე კარგად ჭიდაობს მაგრამ ეგ სკოლა არის ბელალი გუნდელი არის მაგათი და მაგ სტილით ჭიდაობს რა და შესაბამისად რაღაც პატარა რეპეტიცია გავლილი აქვს ჯეგდელას მაგ პრესინგის მიმართ და ანუ სერიოზულად ცუდი შანსების წინ ფურცელზე ისეთი შანსების წინ მოკიდა ხელი რა ისლამმა ჭუბს რა რაც ნუ დასაფასებელია ნამდვილად როდის არის ეგა ნოემბერშია. ნოემბერშია ბოლოს. უბრალოდ მან ხაზი იმასაც უნდა გაუსვა. ნოემბერშია, რაღაც შეცდომაში, თუ შეცდომაში შეგვყავს მაყურებელი, ჩაასწორებ ხო? მახსოვს მეც ნოემბერი მახსოვს. არსებითად, ხო, ან მან ხაზი იმასაც უნდა გაუსვათ, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება რომ მიიღო მახაჩემმა განაპირობა ალტერნატივამ, ხო? აქეთ უნდა ილია და აქ უნდა ისე ჯეიდიმე და ისევ რომ მიუყვეთ იმას, რომ აი უშუალოდ ახლა ჩემს საქმიანობიდან გამდა, როცა matchmaking-ის კუთხით ბებზოლს აფასებ შეიძლება აი ხა ილია შემთხვევაში რაც ხდება ჩვენ არ გვაქვს ბევრი გაცვლა ჭიდაობის ნარხი გვაქვს რაღაც მომენტები თუმცა რაღაც დინამიურ ჭიდაობაში ილია არ გვინახავს და ეს აბსოლუტურად ქმნის იმ განცდას რომ რაღაც ვაკუუმი გაქვს შენ ინფორმაციაში და თითქოს სრული სურათით ვერ ხედავ როგორ წარიმართება მათი ჭუბი ეგრე არიან მაგიტომ უნდათ ეს ცაროგიანთან ჭუბი რომ JDM-ი ნახეს ბელალთან და მახაჩემმა რომ უყურა ალბათ ამ გაცვლებს ბელალთან 25 წუთი აქვს რა JDM-ის თავდაცვის შესახებ ჭიდაობას ყველაფერი უკვე ნახეს რაღაც გამზადებული აქვს იმისთვის რომ შეისწავლონ და რაღაც საპასუხო მოიფიქრონ მიუხედავად იმისა რომ JDM-თან ის უპირატესობა რაც ზომაში აქვს ყოველთვის მახაჩევს არ ეკნებოდა მაინც დათანხმდა და მე ისე მგონია რომ ეს ინფორმაციების ნაკლებობის გამო დაემართა რომ აქეთ ილიაზე არ იცის რა უნდა ქნას ხო კი ბატონო თან ნუ ილიაზე თული გადაწყვეტილება უბიც გაილიამ რომ მიეღო თვითონ ეგ არგუმენტიც ჰქონდათ რომ აუ თავიდან ამბობდა რომ ეხა კიდე მე რამდენად ვეჭხუბო ფეზერვეიტსო არა და აი პატარა 2 წუთს გეტყვი საინტერესოა ეგეც რა ანუ ილიაზე უარს ამბობდნენ როგორ იცი რომ აბა ორჯერ ვიჭხუბეთ ფეზერვეიტთან და ეხა მესამეჯერ რომ ვიჭხუბოთ და მოვიგოთ მე გვეტყვით რომ ესა ფეზერვეიტებს უგებს მარტო რა და სინამდვილეში ამოხდა იცი ვოლკანოვსკი იყო პირველ ადგილზე pound for pound-ში ისლამ ახაჩევმა რომ მოიგო ჩარლზ ოლივეირასთან ჭუბი ხაბიბმა ესე გამოსტა სახელი მიკროფონი ვიცი იყო არ ვიცი კორმია იყო თუ ვინ იყო და ჩვენ ეხლა წავალთ ავსტრალიაში და იქ დავამარცხებთ pound for pound ნომერ პირველს ანუ ჯერ ეს ერთი გამოიწვია დივიზიონით ქვემოთ ტიპი რაც no bueno ანუ არ ხდება ეგეთ რაღაც რომ შენს დივიზიონით ქვემოთ ტიპს ეუბნები ვიჭხუბოთ მაგრამ ამან შეიფუთა რომ pound for pound პირველი იყო ვოლკი და მოდი ვიჭხუბოთ თუ რაღაც ჩავიდნენ ავსტრალიაში და ვოლკმა მაგრაცემა პირველი ჭუბი და ეხა მეორე ჭუბი უკვე ნიშნულოვანი იყო ძალიან და ალბათ MMA-ის ისტორიაში ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მიიღო ვოლკანოვსკიმ და 10 დღით ადრე ისლამ ახაჩემ და მოხვდა დარტყმა და გაითიშა ხო და ანუ იმას უგვამადლიდნენ რომ ჩვენ კიდე ერთ შანსი უნდა მივცეთ კიდე ერთ ფეზე რომ იცო შანსი კი არ გაძლევდით თქვენი იდეა იყო ეგ რომ pound for pound ის და ესეც იყო რომ ეხა ახალი ამოსულია და უნდა ვეჭხუბოდა თვითონ იგივეს აკეთებს მე ხო აი ოლივეირასო თუ კი მართალი ხარ და თან აგერ ოლივეირას თუ მოუგო მაშინ ხო და მოუგო აგერ ბატონო ოლივეირას უკვე ეგ არგუმენტიც გაქრა და ნუ შეეძლო ან ილიასთან ეჭხუბა
ან არა, ეხა ეგრე როგორ იყო, მაშინ ხო ჩემპიონი იყო და ილიას არ ეჩხუბებოდა ერთი სიტყვით იმ არგუმენტით, რომ ჯერ სხვას ეჩხუბოსო და ილია არ ჩხუბობდა, თუ კამარზე არ იქნებოდა ჩხუბი. და საბოლოოდ ეგრე დაждდა რა. ბელალმა წააგო, ეს წავიდა ზემოთ, ილია მიჩხუბა undisputed კამარზე და უბრალოდ მე ფაქტიურად ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ის ცხოვრებაში როდესმე კიდე 70 კილოგრამი იყოს რა. აი ვერ დაიკლებს მაგდენსთან ასაკშია და მაგიტომაც. კაი, ხშენ matchmaking-ი ახსენე და ესეთი კითხვა მინდა და ვინ არის ესეთი upcoming ან მომავალი ვარსკვლავი ქართველებიდან, ვინც არ ვიცი და შეიძლება UFC-ში ვიხილო. ხო, upcoming ქართველებს ხოთა შორის ახლა ამ წუთს ესეთი არჩევანი ბევრი გვაქვს. კეთანზილობა. ბევრი აი მერაბთან ძირითადად ბიჭები ვინც წავიდნენ ყველას ძალიან დიდი ისეთ პერსპექტივა აქვს, ამერიკაშიც არიან. ეგ როგორც ვიცი, მე რაღაც საკესახლი კი. სადაც ერთად ვარჯიშობენ და ეს თან ძალიან ახლოს არიან ამერიკასთან, რაც ამერიკისთვის ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ უკვე ეს კომფორტიდან აღარ გამოდიან ხოლმე. ბრაზილიაში არის მაგალითად, ძალიან ბევრი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელსაც აი რაღაცა fly პირობითად ბოლოს ვისთანაც ჰქონდა შეხება. flyweight-ში ჩხუბობს, flyweight-ი არის ყველაზე დიდი ალბათობა, სადაც შეიძლება მებრძოლი გათიშო. ყველა ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული და აი ძლივს მცირე ალბათობა გინდოდა გეტყვი. ხო, ყველაზე მცირე ალბათობა სწორედ შენიშნა. კონტენდერ სერიაში აი ძლივს ჩააგვეხეს და აი პირობითად ამერიკელმა რომელმაც შეიძლება რაღაცა 4-5 ჩხუბი გაიჩხოს, ეგრევე აკდემია ხოლმე, იმიტომ რომ ეს რაღაც ლოჯისტიკურ პრობლემებსაც უგვარებს და ესე შემდეგ. ანუ ბევრი ქართველი არის, ესეც თავთროა ჩამოთვალო, თან ხაზგაუსმებ იმას, რომ ეხა ჩვენთან საქართველოში სულ იყო პრობლემა, რომ ორგანიზაციები დეფიციტი იყო საქართველოში MMA-ის და სულ წევდათ ამ ქართველ ბიჭებს წასულიყვნენ საზღვარგარეთ ეჩხუბა და რთული გზა იყო ბევრად. ეს გზა არის ყოველთვის underdog გზა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ როდესაც შენ მიდიხარ საქართველოდან და მე ვამბობ ხა პერიოდს, როდესაც საქართველოს როგორც ბაზარი საინტერესო არ იყო და MMA-ისთვის არაფერს წარმოადგენდა, არც ილია არ იყო პოპულარული, არც მერაბი. ამ დროს შენ უბრალოდ სახელი ხარ, რომელიც რაღაც სტატისტიკა არის და შენზე გამარჯვება შეიძლება უფრო ღირებული იყოს, ვიდრე შენი გამარჯვება. და ამის გამო ხდებოდა, რომ აი ძალიან ისეთ არათანაბარ ბრძოლებს ახვედრებდნენ ქართულ ბიჭებს, რეიტინგი უფუჭდება და თან ეს აქ ამ სპორტს ყველაზე ბრუტალური, რომ აი ხა ფეხბურთში რო წააგებ, ის წაგება, ხა სეზონის წაგება არის არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ბრძოლას რო აგებ, ის წაგება მოყვება ბოლომდე. შეიძლება რაღაც კოჭი გადაგიტრიალდეს. და გამადლიან დიდი ხანი, ხო. არა, თანზილოვი რო ახსენე, მე თანზილოვს კი პასუხებდი, ძალიან მაგარია თანზილოვი ყველაზე ახლო არის ჩემი. დენა ვაიტის კონტენდერებში სამწუხაროდ სპლიტის სიჟენი დამარცხდა მუსასასთან. და ჩემი აზრით დამარცხებული სტილი აქვს რა, ძალიან კარგი, ესეთი თხელი მაღალი ტექნიკური სტრაიკერია, კარგათაც ჭიდაობს და მე მგონია რომ UFC-ში მოხდა და შორის უთხრა დენამ რომ კიდევ მომეწონე კიდევ მოგცემო შანსი ასე რომ აი ესე თქვა ერთი რომ ითხრა ხა თანზილოვს ვიტყოდი ოთარს აუცილებლად. თანზილოვი მომდის პირველი თავში, თუმცა ის ვინც ხოლმე მომბოში. ხო, მაგ თორე ისე მართლა არიან, მაგრამ აი ეს UFC-სთან ახლოს ალბათ ოთარ თანზილოვს ვიტყოდი. ჩემი აზრით ეს თავობა ხა ის ილია მერაბი როგორც კი ცოტათი გადაგორდება, ეს ალექსანდრედან დაიწყება ეს რაღაც ახალი ტალღის აღგორება და ბევრი ქართველი შემოვა UFC-ში და თან საკმაოდ კარგ შედეგებს დადებენ, იმიტომ რომ უკვე ეს ინფრასტრუქტურაც, სისტემაც შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ქართველი მებრძოლები იმდენად განვითარდნენ, როგორც ვითარდებიან პირობითად სხვა ქვეყნის მებრძოლები. არა, თან ეხა მერაბმა და ილიამ რა საქმეც გაუკეთეს, ყველა სხვა ქართველს, ხო? ეხა საქართველოს დროშა იციან და ხო, რა აბსოლუტურად მართალია ეგ განცხადება და ძალიან ადვილი ბევრად ადვილი იქნება ეხლა UFC-ში მოხდება ქართველისთვის. სადაურია ჯორჯიან უკვე იციან რა ჯორჯიან. ქართულ ჯიდაობის კი არა მერაბმა და ილიამ ძალიან მაგარი რაღაცები აკეთეს მაგ მიმართულებით და ვინ იყო ის ჩამოსული რო იყო აქ დაღესტნელი რო არის და ხა აქ რო ვარჯიშობდა ისა იმავოვი ხო ფრანგი დაღესტნელი აქ ვარჯიშა ხო ნასურდინ ეს შემდეგი ერთ-ერთი იმავოვი თუ იმავოვია ნასურდინ იმავოვ ხო ნასრუდინიც ადესანი რო გათიშა კი ხო ეხა ბოლოს კი ეხა ბორალიოს რო მე ბორალიოს მოუგო ეხა კიდე და ეხა რომანსაც ინფორმაცია რო აქ არის იყო კი აქ მოიმზადა ცოტა ხანი ერთ-ერთ ჯიმში ვარჯიშობდა სხვა შორის რომანი ყავს დამარცხებული ხოლიძე UFC-შივე
აი ბიჭია და საკმაოდ პოპულარული ხდება. აი ბევრი მებრძოლი ჩამოდის, აი თქვათ პირობითად რაღაც ჭიდაობის სკოლის გასავლელად და ნელ-ნელა ის რაღაც 2-3 years Dagestan forget აღარ არის უკვე ჯორჯია ხდება ნელ-ნელა. ეგ არის რა ძალიან მაგარი რა თქვა აქ არის გაკეთებული wrestling camping Georgia მოგითხვა მათ არ ვიცნობ უბრალოდ მე ვიცნობ ხო მართლა ხო და ანუ ეგ ნარატივი უჭირავთ რომ საქართველოში ჩამოდით და იჭიდავთ და მე კიდე ვამბობდი იმ დღეს რომ გორსა აქ ეგ აუწევ აი ტაილანდი როგორც არის ტაიგერ მუიტაი არის ეგეთი ჯიმი ტაილანდში ნანახი გექნება მათი რაღაცა ეს გარეთ რო ვარჯიშობენ ხოლმე და მოკლედ სტრაიკინგზე ჩადიან ყველა იქ და გორი რო შეფუთო როგორ იცი რომ გორში რამდენი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი და სოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო 45,000-იან ქალაქში ეგ რო დათვალო რომ აი თქვა რამდენი ოლიმპიელი რამდენი მედალი მოდის ჭიდაობაში პროცენტულად რო დათვალო ალბათ გორი იქნება სოფლიოში პირველი რა და ეგ ისეთი რამეა რომ მაგისგან მართლა აი ესეთი სახელმწიფოებრივი მიდგომაც მოუხდებოდა მაგ ყველაფერს რომ ჭიდაობა აი თქვა ეჭიდავები ვიღაც ანუ ვიღაც ეჩხუბები ვიღაც მოჭიდავეს და კემპინგი და გაიარო wrestling heavy კემპინგი და გაიარო რომ გორში ჩადიხარ და იქ გათრევენ კარგავენ და მე უფრო სუბუქი იქნება სხვებთან შეჭიდება ასე ვთქვათ რა ხო იმიტომ რომ გორს ნუ აყავს რაღაც დაუჯერებელი რაოდენობის მედალოსნები რა მაშინ რა ქვია კლასიკურშიც და ფრისტაილში ხო ლადო ხინჩიგაშვილი მაგალითად სემინარებს ატარებდა და ეხაც აქტიურად არის ნუ ძალიან ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეთ ითვლება და კიდე რამდენი ისინი ყავდა კაცო გუნდელები რომლებიც ნუ ევროპა, სოფლიო, ოლიმპიადა, მედალი, ბრინჯაო ისა მოკლედ და რა გორია რა ძალიან პატარა ქალაქია ხა თბილისი 2 მილიონი კაცი ცხოვრობს აქ და ხვდები გასაგებია მაგრამ გორი რო ახერხებს მაგას ხო კი ძალიან დიდი რესურსი არის ისი რომ ეგრე შეიფუთოს ეს ყველაფერი მე ვიცი ალექსანდრეცსაც შევეხმარე მე ხმალე ბრძოლა ნოემბერში აქ ხო? 22 ნოემბერს დოჰაში. შენერი ივენთი იქნება. ბექსა და ალმახანს დაუპირისპირდება ორი ჭუბი აქ. ერთი წააგო უმანურმა გომედოვთან. ისე რა გაუკეთეს, ანუ დებიუტი ჩაუნიშნეს უმარტ. აი ზუსტად ეგ ეხა მე რასაც ვამბობდი, რომ აი როდესაც ხო შენი მოგება იმაზე უფრო მაგრად ღირებულია ვიდრე სხვისი მოგება, აი ესეთ დროს ხდება, აი დებიუტს იკეთებ, გახვედრებენ ნუმარს, რომელიც ახახა საჩემპიონოს მიცემენ მალე. აი ესეთ შეწირვები ხდება ხოლმე ამ სპორტში და ეგ აქ ცუდი რა. თორემ შვენიერი ბიჭია რეალურად უფრო მეტი ბრძოლა რო ქონოდა და მე უმარ შეეხვეთრათ, კაცმა არ იცის იქ როგორ დამთავრდებოდა, იმიტომ რომ პირველ რაუნდში დაანოკდაუნა უმარი. ხო, იმან მაგარი ხელები აქვს და მეორე ჭუბი ეგრევე ნოკაუტით მოიგო. შუამდენ ჭუბი აქვს იმას? რაღაცა 10-მდე მე მგონი და ორი წაგება აქვს და ისა რა ქვია 9-2-ზე აქვს მე მგონი რეკორდი თუ 11-2. ანუ ესე ფურცელზე ალექსანდრესთვის ადრე არ იყო ჯერ? არა, ალექსანდრეს ცოტა ნაკლები ჭუბი აქვს, მაგრამ კლას ეხა ამ შემთხვევაში არა მე ვიძახი ფურცელზე რა ამდენ ბრძოლიანს რო ახვედრებ. ხო, ის უფრო გამოცდილია. მაგრამ იმას მეტი გამოცდილებ UFC-ში იმას აქვს ორი ჭუბი და მანამდე სხვა ორგანიზაციებს დიდად ართული რა და ალექსანდრე არის ილია მითხრა ერთხელ რომ დაიჯერებო რომ ტორტი არა აქვს ნაჭამიო ანუ არასდროს ცხოვრებაში ანუ ეგრე უვლის თავს და ეგეთი სპორტსმენია და შეიძლება ეს ინტერვიუების მიცემის და ეს bright light-ის გამოცდილება აკლდეს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტული გამოცდილება, რასაც ქვია, არა აქვს და ეგეთი ტიპია რა, აი პირველი ჭუბით ვნახე, ანუ ეს საერთოდ არ ეჩქარება ოქტაგონზე, რა, მებრძოლებს ეჩქარებათ, რომ აი მალე მორჩეს ეს ყველაფერი და ეგ ათიშო უნდა და ეს აი ხო, ლაშამაც პოდკასტში მყავდა და ესეთი დეტალები მოყვა, ხო. სასწაული მებრძოლი, ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებს ალექსანდრე, აი ამ თავის ვინსტრი და იმიტომ რომ მე ბენომაც გითხრა რომ 82 კილო იყო მე რომ ეჭიდავა და ბენო ადამიანი ძალიან კარგი მებრძოლი გამოცდილი ოქტაგონის ჩემპიონი ევროპული კარგი ორგანიზაციაა ეს ოქტაგონი და ანუ ჭიდაობა ვცადეო და აი ვაფშე ასრი საერთოდ რას ვეჭიდავებოდიო ვერ მივხვდი რა ძალიან ძლიერია ფიზიკურად კრივი აქვს სასწაული თუმცა ეხა ყაზახები როგორ არიან იცი რომ
ეხა ალექსანდრე ჩვენ ფეხზე არ დაგვიდგება და ჭიდაობას დაგვიწყებს. ანუ მაგ ეგ პოზა უჭირავთ რა ბექსატის კემპს, რომ ის ფეხზე იდგება და ჩხუბს ეცდება და ალექსანდრე ჭიდაობას და ნახოთ როგორ იქნება და რანაირად იქნება. მე მაინც გონია რომ ხო იმდენად მაგრად ჭიდაობს ალექსანდრე, რომ მაგ უპირატესობის არ გამოყენება, ნუ სისულელია, თორე კრივითაც არ არის ნაკლები ჩემი აზრით. ყველაფერს ძალიან ლამაზად შვება. აი პირველ ერთი ჩხუბი ჩაატარა UFC-ში. თუმცა იმ ერთ ჩხუბში ეს ხუთი ჰაილაიტია. აი რამდენი ხანია UFC-ს უყურებთ აი ესეთი ლამაზი კრივის მექანიკა, არ ვიცი ძალიან იშვიათად თუ მაქვს ნანახი ეს თან ალექსანდრეს ძალიან კარგად ახასიათებს ეს ტანში მუშაობა. და ეს ტანში მუშაობა ყოველთვის ნიშნავს რომ კრივში გაქვს მაღალი აი ტანში არ ურტყავენ ხელს. JDM-ი ურტყავს კარგად. ეს ტანში დარტყმა ნიშნავს რომ უკვე რაღაცა იცი კრივში. კომბინაციებს რო თავი დავანებო და პლუს აი მოძრაობები აქ აი მოძრაობით აცნობები. აი თითქოს ცეკვავს. და ამ ყველაფერს თან გასაგებია როგორ იმარჯვებ, მაგრამ რა სტილით იმარჯვებ ის საერთოდ სხვა და ამ ყველაფერს როცა ესე ლამაზად აკეთებ 1-2 გიადვილებს მე კარიერის გაჭრას წინ თან ნუ თოფურია ყოველთვის. ნაკვენილიც სუპლექსი ხო. ეგეც ხომად გააკეთა. და ძალიან სარისკოა რა. როცა ფეხში შედიხარ და არ გამოგივა, არა უშავს, გაიწევი და წამოდგები და სუპლექსი თუ არ გამოდივა, აღმოჩნდები ზუსტად გამთავრდა. ანუ ბერძნულ რომაულის გდებები ბევრად სახიფათო არის, ვიდრე მაგრამ ბერძნულ რომაულს ის აქვს, რომ დგომი აქვს ახლოს და ბერძნულ რომაულში იმაში რა ქვია, თავისუფალში ხო ძალიან გადახრილები არიან, იგრე ხო არ ჭუბობს არა, ბერძნულ რომაულში უფრო წელში გამართულები არიან და შეკრულები აქვს, თავისი მინუსები და პლუსები აქვს. მე მგონია რომ მაინც თავისუფალი ჯობია. იმიტომ რომ აი იმ მიზეზის გამო რომ გდებას ბერძნულ რომაულს ძალიან სარისკო არის რა და იქ ხა აი მერაბი შუტ ფეხში შედის და ნუ უნდა გაიწიო რა ანუ ფეხში შემოდის ტიპი და უნდა გაიწიო ყველა ვარიანტში და ეგ ძალიან დიდი პლუსი აქვს თავისუფალს მაგრამ ფეხშიც მაგრად შედიან კაცო ალექსანდრეს და ილია შვენივად იციან სკრემბლი კრეპლინგიც მაგარია ო მაგრამ როგორც მისმენია და ჩანს აქედან ალბათ მაინც ილიას კარიერაზე არის დამოკიდებული ის დაიწყებს ხო შეიძლება ერთმანეთს უწყობენ აი ხა ნოემბერში რა ხარ ალექსანდრეს ჩაინიშნა ჩხუბი აი კაფეოთ ვიცით რომ кайხანი არის ჩხუბი ხა ილიას ანამ ეს კემპი არ დამთავრდება და არის ჩხუბებს მე კიდე 3 თვე უნდა რომ კემპი აიღოს ილია ნუ საათ თებერვალამდე მინიმუმ ვიცით რომ აღარ დაბრუნდება ილია ხო თებერვალში ჩხუბებს ილია შემდეგ ჩხუბი იქნება და ეგ თუ ცარუკიანმა ეხლა მოიგო და ცარუკიანს დააჩქარებენ რომ იმიტომ რომ ილიას აუცილებლად საჩხუბარი აქვს თებერვალში და ეხლა არავის არ უნდა რომ გეიჯისთან დავიღაცა უნდათ რომ კარგი ჩხუბი იყოს ხო და იმედია ეხლა დენჰუკერთან არ დაილეწება ისე რომ ორთვიანი პაუზა რაღაცა ტრავმა ხო შეიძლება მიიღოს ისეთი რა ჩხუბიდან თუ მშრალი გამოვა ასე ვთქვათ შეიძლება დიდი შანსია რომ ცარუკიანი იყოს და თან მახაჩევი ისიც მორჩენილი იქნება და ნახოთ რა. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ ვინ არის თქვენთვის ესე all time, ანუ ყველა დროის ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი. და ზედმეტად დაფასებული. დაიწყე. ზოგადად დაუფასებლით დავიწყებ, დაუფასებელი მებრძოლები ძირითადად ახასიათებს, აი როგორ წონებს იცი, აი flyweights, სადაც პროპორციულად რაღაცა დიდი ზომის მებრძოლები არ არიან სანახაობად, შედარებით ნაკლებია და უფრო სკილებზე გათვლილია ვიდრე შოუზე. და ამაში ოქროს ადგილს იკავებდა დემეტრიუს ჯონსონი, მაითი მაუსი. და რაც უნდა ხო მიკი მაუსი რო ეძახა ილია თოფური. რაც უნდა სასაცილო იყოს მაითი მაუსმა ჩხუბების კარიერას როცა იბრძოდა მაგ პერიოდში ვერ გახადა თავი ისეთ პოპულარულ როგორც ეხა კარიერას მორჩა იუთუბერობა დაიწყო და ახლა უკვე ახლა უკვე ხალხი აფასებს და უკვე GOAT სტატუსებამდე მიყავთ და მისი რაღაცა მის წონაში ჩემი აზრით დატოვა პანტოშა რომელსაც ეხა მაქსის გავლა უწევს რეალურად მაგარი ბიჭია მაგარ რაღაცებს აკეთებს და ახლა ჩხუბობს და ახლა არ აინტერესებს არავის და მომავალში შეიძლება საერთოდ დაავიწყდეს და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაინც გულზე მხდება და დაუფასებელს მას ვიტყვით და გადაფასებულში როგორც გულისხმობთ იცი ცუდი მებრძოლი არ არის მაგრამ ისეთი მებრძოლია ჩემი აზრით რა შეიძლება კაკის ეწყინოს მაგრამ არასდროს არ იყო რომ მასვიდალზე მივდივარ მაგრამ მასვიდალი ყოველთვის მეგონა რომ
არ ვიცი, ტოპ 15-ში ბოლო 2-3 ადგილს თუ მიცემდი, ეგეც ბენასკრენს რო მუხლით მოვიგო. ეგორია ჩემი პიკი. ტოპ 15-ში ძალიან ჩააჩვეჩე, მაგრამ მესმის რატომაც შეიძლება რომ მასუდალზე ეგ თქვა, ხო, ბევრი პრობლემა ქონდა. მე დაუფასებელს ვიტყოდი, ძალიან DJ დილაშოუ მომწონდა ძალიან სასწაული მებრძოლი. აი როგორი ჭუბები აქვს მოგებული, ისე აი კორის ენთეგენთან ხელი მოიტეხა და მაინც მოიგო, აი რაღაც ეგეთი ტიპი იყო რა და ერთი სტეროიდ სკანდალი შემთხვევა, მე ხელი მოიტეხა და დაამთავრა არა და მერაბი და DJ ჭუბი იქნებოდა, ნუ რაღაც სასწაული რა, მერაბმაც დაკარგა ბევრი რო წავიდა და ეს რაღაც ალახი მიეცხო DJ-ის მაგრად და ისე წავიდა, ბევრად კარგ სახელს იმსახურებდა ჩემი აზრით და გადაფასებულზე მე ცოტა სკანდალურად გეტყვი, მეც იმას ვამბობ, გადასარევი მებრძოლია, თუმცა ხაბიბზე რა შეფასებებიც არსებობს, ეგ არის ყველაზე გადაფასებული, რაც კი რამე მინახავს და გეტყვით, ჩემს кейს რატო არის. ნუ პირველ რიგში UFC-მდე კარიერა უბრალოდ სასაცილო რაღაც არის, ანუ არ შეიძლება 0-10-ზე და რეალსებთან, ანუ მართლა პროსტა ვარჯიშობდა ტიპებთან რა. ეგ 16 ჭუბი უნდა გაწიო იქით საერთოდ. ტიპს ერთადერთხელ შეხვდა სტილისტიკურად პრობლემატური ტიპი, რომ ჭიდაობა იცოდა რა. ორჯერ კარგი. ერთხელ ჩემი აზრით წააგო და ნახეთ, ჩაწერეთ ხაბიბი ტიბუა ჭუბი ჩაწერეთ და უყურეთ და თქვით რომ ვინ მოიგო. და დოსანიოსი იყო, მაგრამ ეს ბრაზილიას ჯიუ-ჯიტსუ სხვა რამეა რა. შემდეგ აი შეხედე, ანუ როგორ მივიდა იქამდე, სადაც მივიდა რა. ბოქსიორებს ერეოდა ჭიდაობაში და ბოლოს მაგრეგორი შეხვდა და ამან აიყვანა სადღაც. აი მაგრეგორი რო არ ყოფილიყო, ჩემი აზრით ხაბიბი იქნებოდა იმის პოპულარულობით, ალბათ იმის ნახევარზე ქვემოთ კიდე პოპულარული. აი ბელალ მუჰამედი მაგალითად როგორი პოპულარულიც არის ახლა. ეგრე დატოვებდა რა, იმიტომ რომ იმდენად ეპიკური იყო მათი დაპირისპირება ხაბიბის და კონორის და იმდენად კულტურული იყო მათი დაპირისპირება, რომ აქედან არის ტიპი ინგლისურად მოსაუბრე და რაღაც ისეთი ცოტა აქტიური ცხოვრებით და იქ შეიძლება ვისკიც დალიოს და შეიძლება თეთრი ფხვნილის მოიხმაროს და იქით კიდე არის ტიპი რომელიც ხოლმე ლოცულობს ჭამს და ძინავს და მეორებს ამ ყველაფერს ვარჯიში არ თქვი ლოცულობს ჭამს და ძინავს ეგ რო იყოს მაგრამ სუკანი ხაბიბი ხო არა eat sleep train ეს ამბობდნენ ხოლმე eat sleep and train and repeat ხო და აქედან ეს მუსულმანური სამყარო იქიდან ქრისტიანული და ნუ ძალიან დაჰაიპდა და ეს ხაბიბი მე რა მოუგო დასტინ პორიეს და ჯასტინ გეიჯის ხა დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯის ჩემს საყვარელ ფრაზას გეტყვი ხორს დასახს ყოსნაცემი ერთით და მეორეც ანუ აი ვაფშე არაფერი არ აი გეიჯის რომ ერიკატო ზურგით იდგა გარბოდა ესო და ეწია ხო ბოლოს ეს ხაბიბი გეიჯის ეს ხო რაღაც საშინელი ან მოკლედ ერთი სიტყვით რა ანუ ერთი სტილისტიკური ტესტი ქონდა ანუ lightweight division-ში ყველაზე დომინანტი მებრძოლი უბრალოდ ძალიან გაუმართლა მისი ოპონენტების და მართლა ბოქსიორებს უგებდა ჭიდაობაში რა ეხა დასტინ პორიე შავი კამარია ჯიუ-ჯიტსუში და თვითონვე დაცინია ხოლმე ისლამ ხაჩევის ვიდეო შეიძლება გქონდეს ნახე რა brother we have to check lots of belts ხო კორმიეს რო ეუბნება რა ხო who gave him brother ძალიან მაგალია ხო და როცა უნდა დაეწყო აი უნდა გადასულიყო welterweight-ში და იქ უსმანთან დაემტკიცებინა რომ მაგარი მოჭიდავია იქ თქვათ ვინ იყო თქვა კოლბი კოვინგტონი და ხაბიბი იქნებოდა სუპერ ჭუბი ნუ ტიპი გაჩერდა და ანუ არ დაამთავრა რა კარიერა ეგ არის აი ნახევარი კარიერაა რა მაგალითად აი GSP-მ ხო პირველ კარიერაში შეასრულა და მე მეორე ნახევარშიც დაბრუნდა და middleweight-ში Bisping's მოუგო და ჯონ ჯონსიც მიუხედავად იმისა დაბრუნდა და heavyweight-ში კამარი მოიგო და დაიცვა და მაგაზეც ცალკე ამბები მაგრამ ნუ ამტკიცებდნენ რა და ეს შუაში გაჩერდა და ძალიან ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ამ გოუთებთან და გოუთებთან და სწორედ ამიტომ ამბობ გადაფასებულობას თორე ყველაზე დომინანტი lightweight-ია ეკუთვნის ეგ სტატუსი მაგრამ
ანდერსონ სილუებთან რაუნდი წააგო კონორთან, ხო? მესამე აქვს და გეიჯისთანაც, ხო, პირველი მეგონი ეწერა რომელიღაცამ საჭდა ტიბუასთან აი ნახე რავი თუ არ დაგეზარება. ხო, ტიბუასთან არ აქვს წაგებული. ტიბუასთან 20 სამი რაუნდი მიცეს ტიბუასთან. მე მახსოვს რომ კონორამდე იყო რაუნდი არ ქონდა წაგებული, ესე მახსოვს. კი, ასე იყო ტიბუასთან რაუნდი არ მიცეს, რეალურად წაგებული ქონდა, მაგრამ მან კიდევ ერთი ისა ერთ არგუმენტსაც მივუმატებ კაკისას და თან მეთანხმები. მისი კარიერაში რამდენი ბრძოლაც აქვს ჩატარებული UFC-ში, იმაზე მეტი დაცვა აქვს ჯონ ჯონს ქამრის. ხო, 14 თუ რაღაცა იყო. და ქამრის ჯონსის პასუხი მოყვა. სერიოზულ მის მიმდევრებს რომ სერიოზულად გონიათ რომ ის არის GOAT სტატუსის კარიერა ქონდა, მაგიტომ ამბობ ამ ყველაფერს და არა იმიტომ რომ ცუდი მებრძოლია. ძალიან მაგარი მებრძოლია, უბრალოდ GOAT-ობაზე რო ლაპარაკობ, მინიმუმ 2 დივიზიონში უნდა გექნა რაღაც სტილისტიკურად პრობლემები უნდა გადაგელახ და არ უქნია რა. ჯასტინ ეს აი ამ საწყალ ოლივერ რა ქვია, პორიეზე და გეიჯიზე და კონორზე გაიკეთეს კარიერა ყველა მოჭიდავეებმა. ესენი რაღაც მაგრად ჩხუბობენ, მაგარ ჰაილაითებს, ნოკაუტებს უკეთებენ, მერე ესენი ტეიქდაუნს უკეთებენ, გუდავენ და ნუ მოუგო ეხა იმას გეიჯის და ძალიან უსუსური იყო მისი ოპოზიცია იმ მიმართულებით, რასაც ქვია ჭიდაობა და ჭიდაობაში რომ სხვაობა მართლა აზრი არ აქვს რა, აი ეგეთი ფორმულა მაქვს რომ 2.5-3 თუ არის სხვა მე ვჭიდაობ 10-დან 9-ს შენ თუ სუბთა ჭიდაობას შენ ჭიდაობ 10-დან 6, აი ძალიან დიდი სხვაობა ეგ უკვე რა, ვეღარც ის 3 თვე მომზადება გიშველის და ვეღარაფერი აზრი არ ექნება. თუ მე 10-დან 9-ს ვჭიდაობ და შენ 10-დან 8-2-ს, მერე უკვე ამას რო MMA-ის ილეთები ემატება, ხო, იქ ჭიდაობაში ხო არ არის ხელის დარტყმა და ფეხის ამორტყმა, უკვე ბათილდება ეგ და თავდაცვა უფრო მარტივი ხდება, იქ ბათეს იყენებ, დარტყმებს იყენებ ასე შემდეგ და ბალანსდება რა. ეხლა ხაბიბის ჭიდაობა და იმის დასტინ პორიეს ჭიდაობა იყო, არ ვიცი, 9 და 6 და 4 და 5 თუ რაღაც ეგეთი. არა და თან მაინც მაგრად ეჭიდავა, იქ მე-4 რაუნდში და ასამი თან დასტინ პორიე ხა ეგეთი ცუდი მოჭიდავე არ არის, მაგრამ ნუ არის. გილიოტინა ახლოს იყო რა. ჯერ აი გრამ მოაფიქრა, აი რასიც სულელი ხდა. მან დრაქნა იცი რა, ნუ წამოდი ან მოვიგებ ან წავაგებ და იცოდა რომ წააგებდა თან ხაბიბი მან დათაფავდა რას ამბობ. მამამისის თვალწინ არ არსებობს ხო და მე მოკლედ ეგეთი hot take-ი მაქვს ჩემო ჯაფ. კაი, ანუ ეხ დღევანდელი განმსხვერპლიდან GOAT-ი ვინ არის? აი დღეს ნორჩეს UFC აღარ გაგრძელდეს. ნორჩეს, აუ ერთი ჭუბიც მოიგოს ილიამ და ვიტყოდი ილიაზე, მაგრამ ეხა ერთი მოიგოს ისლამთან. ხო, ისლამთან თუნდაც რა ვიცი, ხო კი ბატონო ისლამთან და ან ცარუკიანთან მოგებაც ძალიან ბევრ რაღაცას უპასუხებ და მაგრამ ბიჭო რავი ეხა პირველ ადგილზე ძნელია ჯონ ჯონსის არ დაყენება რა მიუხედავად იმისა რომ მართლა გაიქცა ტომას ფინალს უბრალოდ მის კარიერას რო გადახედავ მე ძალიან არ მომწონს რაღაცები არ ვარ ეგეთი ჯონ ჯონსის ფანი უბრალოდ ვინმეს ჯონ ჯონსისზე კარგი კარიერა ქონდაო ვერ იტყვი რა თან მოვიდა აგერ კაცი და კი მე ვერ მიოჩიჩს მაგრამ განე სერიოზული კონტენდერია heavyweight-ში და ბავშვით მოუგოთ ხო და ნუ ეკუთვნის ახლა ეგ რა მაგრამ ხო ან GSP ჯონ ჯონს შორის ვარ მაგრამ არა ხო მე GSP და ეს სტეროიდები დამავიწყდა ხო ეგ სტეროიდი აი ეგ უნდა მეთქვა რომ სტეროიდი GSP უფრო ლეგიტიმური მგონია იმ კუთხით რომ ჯერ სტეროიდ სკანდალი არ ქონია და მეორე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო არის რომ GSP რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოვიდა წასული დაბრუნდა კარიერაში და Bisping-ს მოვიდა და ეხლა რა Bisping-თან მოგება GSP-ს ისეაც კაი პოზიციაში იყო და უფრო მაღლა დიდად არ აწევდა თუმცა გარისკა წავიდა ეჭხობა Bisping-ს და როგორც კი Bisping-ი დააფინიშა იქ ჩემი აზრით უკვე გადაახტა ეგ დებატიც დააფინიშა და კი არა გადაუცბად ეხლა კამერებს ვითვლიდი და მაგიტო წავედი ჯერ მაგრამ მეც GSP-ს ვამბობ GSP არის საუკეთესო ეხლა ალბათ კარგი ძალიან დიდი მადლობა ბოლო შეკითხვა ყველაფერი ანუ ყველა თემა მოვილიეთ იოსე ნუ ბევრია კიდე მაგრამ ძირითადი რაც მინდოდა ნუ ადესანია სამეშველება ადესანია სამეშველება ანუ მაგ ორი პიკი არ არსებობს ეგეთი ტერმინია და იყო რა მოვიდა თავისი ქნა და ეს არის რა და მით უმეტეს ხა ხაბიბი კი არა და ხამზატი არის ბიდოვეიჩი და არის ის მაგან ჭიდაობა და მაგ თელ დივიზიონს ვაფშე არ
უჭიდავია საერთოდ. ანუ მაგ დივიზიონში ანუ არ იყო კაცი, რომელიც აიძულებდა, ნუ ვიღაცები იყვნენ, მაგრამ არ ესე არ იყო და ეხა ხამზატი ახალი ხანა დაიწყო ხამზატის მომგები ეხა მან ძალიან არავინ არ არის, მით უმეტეს რადესანია, რომელიც არ არის კარგი მოჭიდავი. ადესანიას ყველაზე ლამაზი გაგრძელება იქნება, რომ რაღაცა ერთი ან ორი ლამაზი ჩხუბი ჩაატაროს სტილისტიკურად შერჩეულზე მაგ საუბარი აღარ არის ადესანია იმას აქში რომ წავიდეს და ვიღაცას აი სტრიკლენთან იმაჩი კრეპლინგი ეჩხუბოს ან მოჭიდავს აი სტრიკლენთან დაამტკიცოს რომ კიდევ ერთხელ შეუძლია მარცხიდან მობრუნება და ერთი კიდე ვიღაცა ლამაზად გათიშოს და რაღაც სევდიანი დასასრული ისეთი რაღაც ჩაპტერს დახურავს. ბევრჯერ დაიცვა კამარშვენიერ კარიერაში. კი, ადესანიას ახლა მიდუმე. ოღონდ აი მაგეც ეგრე იყო რა. არ შეხვდა არავინ. ანდერსონ სილვასთან. ეხლა ანდერსონ სილვა ჩემთვის მიდლვეითის აიყო ყველა დროის საუკეთესო იყო. თუმცა მებრძოლი როდესაც მოდიხარ თან სტილისტიკურად ანდერსონ სილვას გავხარ, ბევრი გამსგავსებს და მის ჩილიდან გამოდიხარ ისე რომ ანდერსონ სილვას ბევრად უკეთესი ხდები. ჩემი აზრით. ეგ უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და ეგ მან ჰოლ ოფ ფეიმერი ხარ უკვე და შეგიძლია მან დაათავო. ჰოლ ოფ ფეიმერი ხო კონჩი არის ჯერმატო პერერასთან რაც მარტო მაგიტო. კი ბატონო. კაი, ბოლო ტრადიციული შეკითხვა პოდკასტის. რა არის ცხოვრების აზრი? ადესანიადან სად ჩამოვყორცნა. ცხოვრების აზრი. ხო, ალბათ მე ჩემებურად შენიცი. მე ჩემებურად ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით ცხოვრების ჩემთვის პირადად არის რომ ვფიქრობ, ეხლა ჩვენ ხო ადამიანები ვართ, რომ რაღაც ღირებულების შეკრება გინდა და პირობითად მე ვფიქრობ, რომ ღირებულების შეკრება აღონ ღირებულება რაღაც ვალუტა ჩემი აზრით ეს ამ ღირებულების საზომი არის პირობითად მოგონებები და ალბათ ეს მოგონებების ნაკრები არის ცხოვრების აზრი, რომ კარგი მოგონებების შეკრა. მე მაგრამ მიფიქრია მაგაზე და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ აი რამდენი მილიონერია რომელსაც მუბერს და ყველაფერი და სადღაც მიდის ჩემ ფიქრებში მეც ყოფილი ვარ მილიონერის ხოთაშორის და მე ფიქრშივე მომბეზრებია ეგ ყველაფერი მე თბილისის ქუჩები მახსენებს რომ ეგრე არ არის მაგრამ საბოლოოდ იქამდე მივდივარ ხოლმე რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრ ადამიანს გამოადგე და ბევრ ადამიანისთვის იყოს სასარგებლო. მე მგონი რომ ეგ შენი სიცოცხლის ბოლოს ძალიან დაგამშვიდებს და სიკვდილთან დაგამეგობრებს ეგ განცდა რომ იცი რომ ვიღაცას და ბევრ ვიღაცას საჭირო მომენტში გვერდში ედექი და მათთვის რაღაც ჩასაგი და კარგი გააკეთე და ალბათ ეგ იქნება ისეთი ყველაზე მსუყე შეგრძნება ცხოვრების ბოლოს. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით შევიყავით. აღწერაში იქნება, ვისაც ახლა კი მოისმინეთ როგორი განხილვა იყო ამ მოუცხეთ. ხო. და UFC ბრძოლები კრივსაც არ შევეხეთ, თუმცა თქვენ კრივსაც ეხებით და იშვიათად, მაგრამ ხო, უფრო MMA. გამოიწერეთ არხი, არინანებთ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ბევრ საინტერესო განხილვას, განსაკუთრებით ბრძოლებს თუ უყურებთ ხოლმე, მე არის გადასარევი საყურებელი და კვირასაც გექნებათ დილით ლაივი ეგრევე. მომენტალურად როგორც კი ჩხუბი დასრულდება, ეგრევე პირდაპირ ეთერში ვიქნებ. მეც გიყურებთ ხოლმე, გალაიქებთ. მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი, ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. რამდენი წუთი გზავს?